ჩვენი სტუმრები არიან ტრადიციულად ბლოგერი არჩიბალდ მეკეში და შეთათხელიძე საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო რომ ამ კვირა დღეს მონახეთ და მოხვედით ჩვენთან და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი თემა. კერძოდ მინდა ვისაუბროთ ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, ბუნებრივია მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების, დაძაბულობის თუ გადანაწილების ფონზე. მინდა დავიწყო ასეთი შეკითხვით, როგორ საგარეო არჩევანს აკეთებენ თქვენი აზრით საქართველოს, აზერბაიჯანი და სომხეთი მიმდინარე მომენტში და ეს ხელს შეუწყობს ინტეგრაციას და გაძლიერებას რეგიონის თუ პირიქით დეფრაგმენტაციას, რაც მოხდა 100 წლის წინათ და ძალიან ცუდად დამთავრდა ჩვენი რეგიონისთვის და ბუნებრივია სამივე სახელმწიფოსთვის, რომელსაც გნებავთ დაიწყეთ. შოთან დაიწყოს ალბათ ჯობია მაინც საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. კი ბატონო, გისმენთ. მადლობა მოწვევისთვის. ხო, ტრადიციულად კავკასიაში, ტრადიციულად რა ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 35 წელი არსებობს ორი ტროიკა. დავარქვათ ამას, ანუ პარტნიორების ორი ტროიკა. თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და რუსეთი, სომხეთი, ირანი. თუმცა ბოლო პერიოდში აი მეორე ტროიკას გარკვეულწილად გარკვეული ესეთი ზიანი არა, მაგრამ რევიზია შეეხო კონკრეტულად სომხეთის სახით, რომელმაც დაიწყო საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. ჯერჯერობით ახლა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაუდგა, იმიტომ რომ არ არსებობს ის რეალური მოცემულობა, რომელიც გადაადგმევინებს ამ ნაბიჯს, თუმცა ყოველ შემთხვევაში რაღაც სიმბოლურ, ვერბალურ რაღაცა სივრცეში მაინც ცდილობს აი ეს გარღვევა მოახდინოს. თუმცა ეს როგორც ვახსენე პრაქტიკაში რამდენად გახორციელდება, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, იმიტომ რომ უბრალოდ ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება დიახ საკითხი ყველაფერს თავი დავანებოთ ხო. ხშირად საუბრობენ ახლა ბოლოს რაღაცა შემოვიდა დისკუსიაში საქართველოს რაღაც კავკასიური თანამშრომლობის დისკურსი, რომელიც არ ვიცი საიდან გაჩნდა ქართულ რეალობაში, თუმცა ანუ რაც გულისხმობთ არ ვიცი საიდან გაჩნდა, გარედან თუ არ ვიცი ვის თუ ჩვენი ინიციატივა იყო, ანუ ვის თავში მომწიფდა ეს იდეა მაგას. ეს იდეა, ну პერიოდულად არის ხოლმე ეს იდეები რაღაც სამხრეთ კავკასიის ერთიანობის სხვადასხვა ფორმებით, თუმცა როდესაც ამას ამბობენ, არასდროს ამბობენ თუ რა ფორმით სურთ ეს სამხრეთ კავკასიური ერთიანობა, ეს არის ეკონომიკური ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური ერთიანობა, ეს არის რაღაც კულტურული საერთო სივრცე, საერთო საბაჟო სივრცე თუ რას გულისხმობენ ამაში ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია. ასევე თუ გადავხედავთ ისტორიულ გამოცდილებას, ძალიან დიდი ბოდიში, როგორც აღმოჩნდა რაღაცა ტექნიკური პრობლემა გვაქვს აქეთა მიკროფონზე, თუ შეიძლება მაშინ არჩიბალდმა დაიწყოს, შემდეგ გავაგრძელოთ დიდი ბოდიში რომ გაგაწყვეტინეთ, იმიტომ რომ არის მისო და ეს გავაგრძელოთ, უბრალოდ თავიდან დავიწყოთ შემდეგ ამ თემაზე. თქვენ როგორ გქონდათ? სანამ გეოპოლიტიკურ ვექტორებს შევეხებით, მე მინდა რომ შოთასგან განსხვავებით ცოტა სხვა პერსპექტივები შემოვიტანო ამ ნაწილში. ძალიან ხშირად ფაქტიკურად მთელი ეს გეოპოლიტიკური დისკურსებიც აწყობილია ძირითადად ტრანზიტულ გზებზე, ამ ტრანზიტული გზების მნიშვნელობებზე და თითქოს ეს საგარეო პოლიტიკური ვექტორებიც გადაკვეთილი არის ამ სატრანზიტო სავაჭრო მიმართულებებს. პრობლემა ხო არა გვაქვს რამე? არა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, კი ბატონო. თითქოს გადაჯაჭვულია ამ სატრანზიტო სავაჭრო გზებზე. ნუ თავშივე უნდა ვთქვა, რომ მინდა რომ ეს გადაცემა გამოვიყენო, რადგან უკვე ტრადიციული სტუმარი ვარ, ეს გადაცემა გამოვიყენო იმისთვის, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ ან თავიდან დავანახო, ან კიდე სხვანაირად დავანახო სამივე სამხრეთ კავკასიური ქვეყნის პოლიტეკონომიური მდგომარეობა. მოკლე სათაურით ესე გამოვიდა და დაახლოებით საქართველოს და სომხეთი არის უკიდურესი ნეოლიბერალიზმის ნეოლიბერალური მოწყობის სახელმწიფოები, მაქსიმალურად პრივატიზებული ბუნებრივი რესურსები, დერეგულირებული ეკონომიკა, დერეგულირებული შრომის ბაზარი. აზერბაიჯანი არის პეტრო სახელმწიფო, ერთგვარი, სადაც არა როგორც თქვა კლასიკური დეველოპმენტური სახელმწიფოს გაგებით, არამედ დინასტიური პოლიტიკური მმართველობის პირობებში არსებობს სახელმწიფოს მიერ მართული და მონოპოლიზირებული კაპიტალისტური სისტემა. ამიტომ რატომ გავაკეთე ესეთი შესავალი?
იმის გამო რომ ხშირად ეს სატრანზიტო დერეფნები და მასთან მიმმული სავაჭრო გზები მოწოდებული არის არსებული პოლიტეკონომიური ელიტების მხრიდან საქართველოშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანში სხვა შორის ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ რადგან პეტრო სახელმწიფოა, როგორც რაღაცა განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური გზა ეკონომიკური კეთილდღეობისას, სოციალური კეთილდღეობისას და ასე შემდეგ. რაც ხშირად რეალობას არ შეესაბამება და ამის ბრწყინვალე მაგალითია მაგალითად ეგვიპტის სუეცის არხი, ხო? მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი, ხო? რა ეგვიპტე კარგი ქვეყანაა, ეგვიპტეს ინდუსტრიები აქვს, ეგვიპტეში სოციალური თანასწორობა გვაქვს, არა გვაქვს, ხო? ანუ სატრანზიტო დერეფნები არის ერთ-ერთი დანამატი ეკონომიკის, რომელიც ავტომატურად ხალხის კეთილდღეობაზე ავტომატურად არც არაფერი ნიშნავს. ავტომატურად არის რაღაცები ეკონომიკაში მთელი რიგი მოდელები, რომელიც ავტომატურად ნიშნავს, მაგრამ სატრანზიტო დერეფნები, სახელმწიფო საწარმოები. ეს კი ბატონო. სახელმწიფო საწარმოები, ეროვნულ ბანკს რომ კონდეს ეროვნულ ამოცანად, არა უბრალოდ მკაცრი ფისკალური პოლიტიკა, არამედ მაგალითად სრული დასაქმება კეინზიანურ მოდელში, ხო? სრული დასაქმების მიღწევა, ხო? არსებობს რაღაც სატრანზიტო დერეფანი არის უბრალოდ არსებული პოლიტეკონომიური ელიტის გამდიდრების კიდე მორიგი შესაძლებლობა, რომელიც კი რა თქმა უნდა, რომელიც რაღაც გეოპოლიტიკურ ნაწილებთანაც არის მიბმული. ეხლა რა მინდა თქვა, რომ იმდენად ეს არის, რა ქვია, გადაჯაჭული რაღაცა მოვლენები შეიცვალა რა რეგიონში და მოდი მე უფრო მეტად ხაზს გაუსვამ შიდა ეკონომიკურ პროცესებს ქვეყნებში. რა ხდება, ხო? აი მაგალითად სომხეთი არის საქართველოს მსგავსად ნედლეულის მომპოვებელი ქვეყანა, ოქროს, სპილენძი, მილიბენდი არის ერთ-ერთი მთავარი წიაღისეული, რასაც სომხეთი მოიპოვებს, მაგრამ საქართველოს მსგავსად აბსოლუტური უმრავლესობა წილის არის სრულიად პრივატიზებული, ოქროს საბადოებშიც, სხვა ბუნებრივ რესურსებშიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ სომხეთის სახელმწიფო მოახერხა საქართველოსგან განსხვავებით ხშირად 20 ან 18%-იანი წილის გამოთხოვა სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებში, რითაც რაღაცა ფულადი სახსრების აკუმულირება მოახდინა, მაგრამ ჯამი იმისა, რომ საქართველოს მსგავსად სომხეთის ეკონომიკა არსობრივად არ იცვლება, ანუ ის არის იაფი მუშახელი დასავლეთისთვის და რუსეთისთვის, საიდანაც ადამიანები მიდიან ემიგრაციაში იაფ მუშახელად და მათ მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილები არის სომხეთის ეკონომიკაში და სოციალურ პოლიტიკაშიც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალა. ეს არ იცვლება და რაღაცა ესეთი ამაზე არის სხვათა შორის ახალგაზრდებს ძალიან ბევრი მიდის ახლა ერევანში და ამას უყურებენ და ხდება ძალიან ბევრი ვიდეოები ამ თემასთან დაკავშირებით, რაღაც ტიპის ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება. აი ეს რამ გამოიწვია სხვათა შორის საქართველოს მსგავსად კი, საქართველოს მსგავსად სომხეთს უკაცრავად საქართველოს მსგავსად სომხეთს ბოლო წლებში აქვს რეკორდული ეკონომიკური ზრდა. თუმცა ამას სოციალური თანასწორობის მაჩვენებელი არ შეუცვლია. ანუ ფაშინიანი რაც მოვიდა ხელისუფლებაში? ბოლო წლებში არის და ეს არის განპირობებული რამდენიმე ფაქტორით. როგორც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოხდა კაპიტალის რელოკაცია და ასევე შრომითი ბაზრის რელოკაციაც, იგივე მოხდა სომხეთში და ბევრად უფრო დიდი დოზით. რუსული, სხვათა შორის აი ფაშინიანს ხო ახიქვამენ რომ რაღაცას ანტირუსული პოლიტიკა თუ რაღაცა აი ამ კონტექსტში რა. ამ დროს აი არა იქცევა ასე. ხან ასე. სომხეთის ბოლოდროინდელი ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში მინიმუმ 60%-იანი წილი აქვს რუსეთიდან რელოკირებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს და შრომით და მშრომელებს. ანუ ეს ომი რო დაიწყო უკრაინაში, კი, ძალიან ბევრი გადავიდა. სხვათა შორის საქართველოდან წავიდნენ მერე სომხეთში ძალიან ბევრი, იმიტომ რომ იქ მოხდა მათ შორის უკვე დასავლური ტექნოლოგიური კომპანიების შესვლაც. საბოლოო ჯამში კი ამან გამოიწვია რა? ამან გამოიწვია ის, რომ თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ფუნდამენტური, აი რაღაცნაირად ისე იფუთება ხოლმე, რომ რაღაცა ეს დიდი ტექნოლოგიური ბაზა იქნება სომხეთში, ხო ამას ფუნდამენტური გავლენა თავად სომეხ ხალხზე არ მოუხდენია, იმიტომ რომ
დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან რუსეთის მოქალაქეები და ბელორუსიის მოქალაქეები, რომლებიც სანქცირებული რუსული და ბელორუსული კომპანიებიდან ომის შემდგომ გადავიდნენ სომხეთში ან საქართველოში საცხოვრებლად. იგივე ამერიკულმა კომპანიებმა, როგორც არის Nvidia და სხვებმა, მათმაც უმრავლესობა დაიქირავეს რუსეთის მოქალაქეები, რუსეთიდან გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სანქცირებულ კომპანიებში მოხვდნენ სომხეთში. თუმცა რა თქმა უნდა, დასაქმებულთა შორის არიან სომხებიც და უნდა ითქვას, რომ საქართველოსგან განსხვავებით მიუხედავად იმისა, რომ შოკური თერაპია ზუსტად ისეთივე ძალით და სიმძლავრით განხორციელდა სომხეთშიც, სომხეთმა შეძლო იმ უზარმაზარი საბჭოთა სამრეწველო სამეცნიერო მემკვიდრეობიდან მათემატიკური სკოლის და პროგრამისტული სკოლის შენარჩუნებას. სომხეთი ვინც არის მაყურებელს შეძლო კი არა, როგორც ჩანს ამის სურვილი ჰქონდა, ჩვენებსაც შეძლო შენარჩუნება, უბრალოდ არ შეერთი კომაროვის სკოლა შენარჩუნება. ხო. და რომელიც საკმაოდ წარმატებული არის. კი ბატონო, ბევრ სხვა საბჭოთა რესპუბლიკები საქართველოს სომხეთი ან ნებისმიერ სხვა ყველას ჰქონდა რაღაცა თავისი წარმატება კონკრეტულ სექტორებში. სხვათა შორის არ ვიცი მაყურებელმა იცის თუ არა, მინდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს სომხეთი იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოწინავე ქვეყანა პროგრამირებაში, მათემატიკაში, პირველი საბჭოთა კომპიუტერიც სომხეთში შეიქმნა და ამ გამოცდილების ხარჯზე მოხდა ცოდნის მემკვიდრეობითი გადაცემა, რასაც რა თქმა უნდა დაეხმარა სომეხი ემიგრაცია კალიფორნიაში, სილიკონ ველიში, ანუ წამყვან თანამდებობაზე მყოფი სომეხი წარმოშობით სომეხი ტექნოლოგიური ელიტა, რომელმაც რაღაცნაირი რეინვესტირება გააკეთა საკუთარ სამშობლოში და ეს სკოლები და ისინი შექმნა. მაგრამ არსით მთლიანად სომხური ეკონომიკა არის ნეოლიბერალური, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ნედელი წიაღისეული საზღვარგარეთ გაყიდვაზე, ეს არის ოქრო, სპილენძი და ძირითადად სხვათა შორის დღემდე აი ამ საბადოებს აკონტროლებს რუსული კაპიტალი. სხვათა შორის არჩევად მინდა უკაცრავად ერთ რაღაცას შეება ჯეოპრომაინინგ არის მაგალითად ასეთი რუსული კომპანია, რომელიც სანქციების მერე რაღაც შეიფუთა ოფშორებში, ჰოლანდიაში ასე შემდეგ. ეს არის სხვა შორის იგივე კომპანია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ფლობდა მადნეულის კვარციც და უბრალოდ შემდგომ საკუთარი წილების გადაყიდვა მოახერხა დიმიტრი ტროიცკის RMG Gold-ზე და ასე მივიღეთ საქართველოში საყდრისის საბადოზე დღევანდელი RMG Gold-ი, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ორი დიდი რუსული კაპიტალია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სომხეთი არ ამუშავებს საკუთარ ნედლეულს და არის იაფი ნედლეულის მომპოვებელი ქვეყანა, რომელიც თავიდან ბოლომდე ექსპორტზე უშვებს ამ ყველაფერს. ეს შესავალი გავაკეთე იმის გამო, რომ დავაზუსტებ იქ თუ შეიძლება, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ისიც არის ლიბერალური, ჩვენიც არის სომხეთი განსაკუთრებით. ეს მიუხედავად იმისა, რომ აი სომხეთმა როგორ მოახერხა ბჭყალებში, თუ რუსეთმა შეუწყო ხელი ჩვენთვის, რომ იქ უპირატესი იყო ყოველთვის რუსული კაპიტალი და რუსული სახელმწიფო კაპიტალი. ამ პირობებში აი ეს ლიბერალური პრინციპები ფაშინიანამდეც იყო, ხო? ალბათ, თუ თქვენ გულისხმობთ ფაშინიანის შემდეგ გახდა ლიბერალურიო. როგორ დაინერგა ეს ლიბერალური პრინციპები რუსეთის პატრონაჟის ქვეშ და განსაკუთრებით რუსული სახელმწიფო კაპიტალის ესე აქტიურად წარმოდგენის პირობებში? სომხეთი ნეოლიბერალური იყო ფაშინიანამდეც. უბრალოდ იყო კი. საქართველოშიც ლიბერალიზმი რუსეთიდან შემოვიდა, კახა ბენდუქიძე, ბიძინა ივანიშვილი, ბორის ელცინის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ანუ რუსული ლიბერალური სკოლა, ეგორ გაიდარის მიმდევრები საქართველოში გადმოსახლდნენ ნაციონალური მოძრაობის წიაღშიც, ქართული ოცნების წიაღშიც და ასე შემდეგ და შესაბამისად სრული ძალით განხორციელდა ის, რაც რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამ სრული ძალით შეაჩერა, ის სრული ძალით განხორციელდა საქართველოში და სომხეთში. უბრალოდ ფაშინიანის მოსვლა არის, სხვა შორის ხშირად აკეთებენ ხოლმე პარალელს ფაშინიანის სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან თითქოს აი ამ საგარეო პოლიტიკური რიტორიკის გამო. მე უფრო შევადარებდი, რომ აი რო შეადარო რაღაც ეს რაღაცა რა, ეს მარტივად რო იყოს მაყურებლისთვის გასაგები რა. ფაშინიანამდე სომხეთში არსებობდა ზუსტად იგივენაირი ლიბერალური კანონმდებლობა, ლიბერალური ეკონომიკა, ექსპორტზე აგებული ყველაფერი, უბრალოდ არსებობდა
ერთი ოლიგარქიული მმართველი კლასი, რომელიც აკონტროლებდა ექსპორტსაც და იმპორტსაც. ფაშინიანის მოსვლა არის რეალურად ეკონომიკური თვალსაზრისით რო შევხედოთ, მინუს რაღაც სოციალური რეფორმები, რომელიც თქვა ქართულმა ოცნებამ გაატარა, ძალიან გავს უფრო ქართულ ოცნებას, რომელმაც სააკაშვილის პირობებში ერთი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული, აფილირებული ბიზნეს ელიტა აკონტროლებდა ყველაფერს და ქართულმა ოცნებამ შექმნა ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესის თავისუფლება, სადაც დღევანდელ საქართველოში კი მაგალითად ფარმა ბიზნესის უდიდეს პროცენტს ნაციონალურ მოძრაობა აკონტროლებს, ანუ კაპიტალს პოლიტიკური პრობლემები არ ექმნება. ეს კარგია თუ ცუდი? თქვენი აზრით. ეს არც კარგია იდეაში, მაგრამ თუ ამას არ მოყვება განვითარების სახელმწიფო და ისევ კაპიტალის იმედად ტოვებ ყველაფერს, მაშინ ეს არის. აზერბაიჯანი რადიკალურად განსხვავებულია. ხო, აზერბაიჯანი კი აუცილებლად ჩვენ სტუმარი ჩვენ რაღაც ცოტა ტექნიკური რაღაც პრობლემა შეგვექონა, ამიტომ საზიარო გვექნება მიკროფონი მე და ბატონ შოთა ჩვენ სტუმარს იმედია მაყურებელი არ დაგძრახავს და არც სტუმარი არ გაგვინაწყენდება. თუ შეიძლება თქვენ ეკონომიკურ სიტუაციაზე გააკეთა აქცენტი არჩიბალდმა. თქვენ საუბრობდით სომხეთის უფრო საგარეო პრიორიტეტებზე და რომ გავაგრძელოთ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ხო ანუ სანამ ამ თემას შევეხებდი, რაზეც საუბრობდი, აი საკითხებიც რომ გავაგრძელოთ, უბრალოდ ფართო სურათს თუ შევხედავთ, ანუ დეკომუნიზაციის შემდგომ უბრალოდ ჩვენი ტიპის ეკონომიკებს ანუ სხვა გზას არ დაუტოვეს, საბჭოთა კავშირი იმიტომ დაიშალა, რომ შემდგომ ეს მომხდარიყო, რაც მოხდა შემდგომ 90-იანებში, რომ ელიტებში გადასულიყო ის დოვლათი, რაც არსებობდა სახელმწიფოს ფლობელობაში, ამიტომ აქ რაღაცა უცნაური ან განსაკუთრებული სომხეთ-საქართველოს შემთხვევაში არაფერი ხდება. უბრალოდ აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი, რომ მას აქვს ეს ნავთობი, რომელიც არის წამყვანი ეკონომიკური სექტორი, ამის გარეშე უბრალოდ ბიუჯეტიც არ შეივსება სავარაუდოდ აზერბაიჯანში. ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს არის ბელორუსია, რომელმაც ეს სახელმწიფო საწარმოები დაიტოვა და გარკვეულწილად შეინარჩუნა ტექნოლოგიური განვითარების გზა. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ითამაშა როლი იდეოლოგიამ, ეს ანტიკომუნისტური იდეოლოგია, რაღაცა ეს ლიბერალიზმი არის გარდაუვალი. ჩვენ რეალურად მივიღეთ ჭეშმარიტებად ლიბერალიზმი, რომ ეს არის, რაღაც ფუკუიამისეული არა მარტო როგორც უფლებრივ საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ ეკონომიკაშიც. ამიტომ ეს ჩვენ მივიღეთ რაღაც მოცემულ ჭეშმარიტებად და დღესაც რეალურად ამ პარადიგმაში ვართ, რომ ჩვენ როდესაც შევხედავთ რაღაც სახელმწიფო ლიდერების განცხადებებს ან დამოკიდებულებას მათს ეკონომიკის მიმართ ჩართვა რა გავაკეთე შეიძლება ჩვენ ეს არ მივიღეთ ჩვენ ეს დაგვაძალეს ძალითა და პუჩით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო კატეგორიული წინააღმდეგი ნეოლიბერალიზმის პირდაპირ მოხსენიებული იყო დოკუმენტში რომ წინააღმდეგი არიან შეკური თერაპიის უკაცრავად ბოდის ვიხდი ეს მინდა ჩვენ ძალით მოგვახვიეს თავს ხო ანუ ესეც ელიტური პროექტი იყო ამას საუბრობ ხო ანუ ეს დაშლა და შემდგომ ასე გადანაწილება ხო რაც შეეხება ხა სომხეთის საგარეო ურთიერთობებს რაღაცა მე ესე მგონია რომ რეტროსპექტულად რო შევხედავთ მომავლიდან რაღაც უცნაური кейსი იქნება როგორ შეიძლება არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო საკუთარი გეოგრაფიის წინააღმდეგ წავიდეს მე ესე მგონია იმიტომ რომ პრაქტიკაში ის სურვილები რაც გამოხატული აქვს ნიკოლ ფაშინიანს ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა განხორციელდეს თვითონ სომხეთში არის უკვე რაღაც ნახევრად კომიკური ხაი რომ სურვილები თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული კავშირის დატოვების მომენტი, როდესაც ევრაზიულ კავშირს დატოვებს სომხეთი, ცხოვრება სომხეთში გაძვირდება შეიძლება ორჯერ. და ის, სომხეთსაც აწუხებს ემიგრაცია, როგორც ჩვენ, და ის სომხეთი კიდევ უფრო პატარა სახელმწიფოა მოსახლეობით ვიდრე ჩვენ და ეს ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე სომხეთს ასე მოსთხოვეს 90-იანებში ეს შეიძლება მაყურებელმა არ იცის საკუთარი ბირთვული ურანის გადამუშავების პროცესის ცოდნის დეზინტეგრაცია. რომ მას არ უნდა ქონოდა ეს ცოდნის ინფრასტრუქტურა. დასავლეთიდან უთხრეს რომ მოდი არ გინდათ. ეს იმიტომ რომ სომხეთს აქვს საკუთარი ეს ბირთვული რეაქტორი, რომელთაც მარაგდება სომხური ელექტროენერგიის 30%, ესეც საბჭოთა პერიოდში აშენებული. ეს სთხოვეს და მაშინ მოხდა საკმაოდ მეცნიერების მასშტაბური გადინება სომხეთიდან, ბევრი რუსეთში წავიდა, ბევრი მეზობელი ირანში და სხვა შორის ირანს რო აქვს ეს ბირთვული ცოდნისა, ნაწილობრივ რაღაც სომხური ელემენტიც
არის იმაში. და ნუ ეს ასეთი გეოპოლიტიკური სურვილი იყო მაშინ დასავლეთის, რომ საერთოდ ეს სომხეთიც ჩაეხსნათ რუსეთისთვის, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულებას ქმნის რუსეთზე მაინც, იმიტომ რომ ნუ დღეს ახლა ამ ვირტუალ რეაქტორს ფლობს როსატომი და ზოგადად ახლა სოფლიოში რო ჩახედოთ ამ ვირტუალ რეაქტორების აბსოლუტურ უმრავლესობას როსატომი აკონტროლებს, იმიტომ რომ ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური ორგანიზაცია და ცოდნის კუთხით და რესურსების კუთხით ამ შემთხვევაში. ხო, მე ის თემა მინდა გავაგრძელო, კავკასიური ერთობის საკითხი, რომელიც არ ვიცი საიდან გაჩნდა, დაიწყო მას საუბარი და მე მინდა ანუ ესეთი ისტორიული გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ხო? ჩვენ თუ ჩავხედოთ ისტორიას, კავკასია იყო ორადორჯერ ერთიანი. ოღონდ ისიც რაღაც საერთო ოკუპაციის ქვეშ, ეს იყო აქამეინდური სპარსეთი 26 საუკუნე. არა, სრულად არა, ხო. სრულად არ იყო მაინც. იმოცემულობით, რამოცემულობით საქართველოს როგორც კავკასია. ნუ უმეტესი ნაწილი კი ბატონო, მაგრამ სრულად იმ სახით რაც დღეს არის, ესე არა და მეორე იყო ეს რუსეთის იმპერიის დროს. ანუ კავკასიური ერთიანობა წარმოსადგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება ერთი ან უსაფრთხოების ქოლგა. ან დიდი რაღაცა ეკონომიკური ქოლგა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინტერესი ამ სამ ქვეყანაში, სხვა გარეაქტორების მხრიდან, რომ შეუძლებელია გარკვეულწილად ასე ანუ თანხმობა შედგეს გარე მსხვილი მოთამაშეების კონსენსუსი იმის შესახებ, რომ რაღაც კავკასიური რაღაც სახით ერთობა შედგეს. ის ვიკითხავ და ამათი ერთობა არ არის საკმარისი ჩვენ სამის ერთობა? ხო, არა, უყურეთ იდეური ერთობა. სუვერენული უფლება ამის სამწუხარო ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ აქვს, რომ ახლა ჩვენ გადავწყვიტოთ რაღაც ერთი. იმიტომ რომ არსებობს აი როგორც ახსენა არჩიბალდმა ეკონომიკური დამოკიდებულება, პოლიტიკური დამოკიდებულება მაინც აქვს ამ ქვეყნებს. იგი ხა აზერბაიჯანი ავიღოთ, ის არის რაღაც თურქული რაღაცა გაგრძელება კავკასიაში. იგივე სომხეთი, ნუ ეხ ფაშინიანის გამონაკლისია, ნუ სომხეთი იყო რაღაცა რუსეთის, ნუ ჩვენ ვიყავით ცოტა ისეთი ქვეყანა, რომელსაც რეგიონში არ ყავს პარტნიორი მოკავშირე, ამითაც რაღაცა უნიკალური ქვეყანა ვართ, ხო? ამიტომ თუ ეს მოცემულობა არ იქმნება, რომ აი ერთი ქოლგა იყოს. თუნდაც თუ ორი მოთამაშე ვერ თანხმდება კავკასიურ ერთიანობაზე, მაშინაც კი არ ხდება აი კავკასიური ერთიანობა. იყო ეხლა სპარსეთის და ოსმალეთის შორის იყო ყოველთვის გაყოფილი. და რაც შეეხება ახლა, ნუ მე მხოლოდ გადმოიტანა რუსეთმა და დასავლეთმა სხვათა შორის, რაც იყო აი ეს ამასის ზავის პერიოდში ხეშად რო ვთქვა. ის ჩემი ხმა. თუ მაგალითად ჩვენ წარმოვიდგენთ გარკვეულწილად ეკონომიკურ ერთიანობას, აი დაახლოებით ისეც როგორც არის ევროკავშირი. აქაც დგებით პრობლემის წინაშე იმ თვალსაზრისით, რომ აქ უნდა გავითვალისწინოთ სავაჭრო სალდოები. თუ ქვეყანას აქვს უფრო ნაკლებს ყიდის მეზობელთან ვიდრე მეზობელი ყიდის მასთან, მას არ უღირს საერთო სავაჭრო სივრცე. იმ საერთო სავაჭრო სივრცე უღირს იმას, ვინც მეც ყიდის. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს აზერბაიჯანი ამით დაინტერესებული. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ გარკვეულ რაღაცა საერთო უსაფრთხოების სივრცეს, აქ პრობლემა დგება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეჭვები ჩდება აზერბაიჯანისთვის სომხეთის სახით. თუნდაც საქართველოს სახით. ამიტომ აქაც გამოწვევებია. ერთადერთი, რომელზედაც შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის საერთო საბაჟო სივრცე, აი custom union, რასაც ეძახიან, ერთ-ერთი ნაწილი ევროკავშირის, ამაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ აქაც დგება პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი, ეს არის, რომელიც შეიცავს აი ამ თავისუფალ საბაჟო სივრცეს. ანუ თუ რუსეთს შეიძლება არა მარტო რუსეთს, რაც ევროზონის კავშირში ქვეყნებია, ბელორუსია, ყაზახეთი და მე მგონი ყირგიზეთი ხო? არა, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა. არა. სულ 4 თუ 5 ქვეყანა ბევრი არ არის. ის ესეთია კი. ანუ მაშინ მე მგონი ყველანი არიან, არა? არა, მე მგონი არის ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. მე მგონი ეს 5 ქვეყანაა. ნუ ცენტრალური აზიის ყველა არ არის, არც უზბეკეთი არ არის, ზუსტად ვიცი და ტაჯიკეთიც არ მგონი. ნუ თურქმენეთს თავი დავანებოთ. ამიტომ თუ აი საერთო საბაჟო სივრცეს წარმოვიდგენთ, აქაც მაგალითად რუსეთს შეიძლება მაშინ თავისუფლად შეიტანოს, ანუ ირიბად ამ დანარჩენ ორ ქვეყანაში საკუთარი ტვირთი. ხო, ანუ ეს ამ თვალსაზრისით საკმაოდ ესეთი კვახე განცხადება რა უპასუხა ერთი თვის წინ შეხვედრაზე პუტინმა ფაშინიანს, რომ თუ კი ევროკავშირში გაწევრიანდება, ნუ რაღაც ჰიპოთეტურად სომხეთი, მაშინ ის დაკარგავს ავტომატურად ევრაზიულ. ანუ
რეალურად ჩვენ თუ გავიხსენეთ უკრაინის კონფლიქტი რაც დაიწყო და რეალურად დაიწყო ამაზე რომ ასე ვთქვათ იანუკოვიჩის ხელისუფლება ფიქრობდა მოდი სასახად ახლა არ უნდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ეს უფრო მისაღები იყო მაშინ ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ რომ ევროკავშირი თხოვდა გარკვეული ეკონომიკური სექტორების მოშლას იმიტომ რომ არ ყოფილიყო დომინანტი უკრაინული ეკონომიკა თვითონ ევროკავშირში იგივე სოფლის მეურნეობის კუთხით რომლითაც საკმაოდ ძლიერია უკრაინა. ანუ ამ არჩევანმა გამოიწვია შემდგომ ასე ვთქვათ ის კონფლიქტის ხო როგორც ვახსენე ის კონფლიქტის ფესვების ასე განვითარება და შემდგომ მოვედით იქამდე სადამდეც მოვედით და ნუ ახლა თუ სომხეთს უნდა ასეთი სცენარი კი ბატონო მისი არჩევანია ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო ხო ამ ხი გადაცემა ჩვენ ეს მიკროფონი გარდამავალ წითელ დროს შესავით გადმოგვაქვს. მოდი ახლა ვისაუბროთ მაშინ აი შოთამ თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგენელი მათ შორის იმისთვისაც რომ შედგება თუ ვერ შედგება ეს ერთობა იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვა გარე მოთამაშეებს თქვა ამ ფაქტორს არ მივიღებთ მხედველობაში. აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობა როგორი არის და მისი მიმართება საქართველოსა და სომხეთის მიმართ უპირატესობის თვალსაზრისით ან არა უპირატესობის. როგორც სატრანსპორტო დერეფერენდუმი. როგორც არა ეკონომიკურ აი რას ყიდის როგორ ანუ კი ბატონო. ესე იგი აზერბაიჯანის ეკონომიკური ეს თუ საქართველო და სომხეთი არის მკაცრად ძალიან ნეოლიბერალური ქვეყანა აზერბაიჯანი შეგვეძლო გვეთქვა რომ ნეოლიბერალურია მაგრამ არის სხვა ფორმის ნეოლიბერალიზმი ანუ არა დეველოპმენტური სახელმწიფო არამედ რაღაცა დინასტიური კაპიტალისტური მმართველობა რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკას და სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო მონოპოლიებს სექტორებში მაგალითად სომხეთისგან განსხვავებით რომელიც ოქრო, სპილენძი არანაკლები ბუნებრივი რესურსია ვიდრე ნავთობი ხო აზერბაიჯანი საკუთარ მათ შორის ოქროსაც მათ და პირველ რიგში ნავთობსაც არა მარტო ნედლად ყიდის მთელ მსოფლიოში, არამედ აქედან შემოსული დოვლათით ქმნის სხვადასხვა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს ინდუსტრიული წარმოების შექმნასაც. აზერბაიჯანს და სწორედ ეს სახელმწიფო მონოპოლიები ერთის მხრივ ეს ჰოლანდიურ დაავადებას ეძახიან ამას რა, როცა 50-იან წლებში ჰოლანდიაში დიდი გაზის მარაგები აღმოაჩინეს, ამან სხვადასხვა სექტორებს შეუქმნა პრობლემა. იმიტომ რომ რა ხდება, როცა ბუნებრივი რესურსი ყიდი დიდი დოზით, ხო? აზერბაიჯანის შემთხვევაში ძვირდება ვალუტა, ან მანათი ამ შემთხვევაში და როცა ძვირდება ეროვნული ვალუტა, არავის აღარ უღირს მაგალითად აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის ყიდვა, იმიტომ რომ ეს იმდენად ძვირია, რომ ექსპორტზე გაიტანო აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობა და იმიტომ რომ მანათში უნდა იყიდო. ამიტომ პრაქტიკულად თითქმის მთლიანად სუბსიდირებულია, მაგრამ სომხეთისგან და საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანს აქვს სახელმწიფო განვითარების ბანკი, სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანია, ბინათმშენებლობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აშენებს მთელ რიგ უბნებს, ქალაქებსაც კი და შეღავათიანი პირობებით ყიდის ძირითადად სამხედრო მოსამსახურეებზე როგორც თქვა ჯანსაღი დეველოპმენტური სახელმწიფო არ არის და პირდაპირ დაკავშირებული არის მართულ დინასტიასთან და არსებულ ბიზნეს ელიტასთან ლოიალობასთან, მაგრამ სისტემურად მაინც ბევრად უფრო სწორი სისტემაა ეკონომიკურად ვიდრე საქართველოს. იმიტომ რომ ან სომხეთი, იმიტომ რომ თქვა შეიძლება დინასტია გამოიცვალოს ერთ დღეს ხო და შეგრჩეს სახელმწიფო კომპანიები, შეგრჩეს სახელმწიფო წარმოება, შეგრჩეს ეს მთელი ეს რიგი სოციალური პროექტები. ხო შესაბამისად აზერბაიჯანისთვის არ არის იმდენად როგორც თქვა კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყავს ძალიან დიდი გულშემატკივარი მოკავშირე თურქეთის სახით, ხო? თუ ვინმე სადმე შეიძლება გაიჭყლიტოს, ეს შეიძლება იქნება საქართველოს ან სომხეთი, ან რაღაც აზერბაიჯანს ნაკლებად ემუქრება, ესთან არ დაგვავიწყეს რომ ძალიან
ისეთი ჩემი აზრით სამარცხვინო ფაქტორია აზერბაიჯანისთვის, რომ აზერბაიჯანი რომლის მოსახლეობის 60%-ზე მეტი შიიტია, ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურად, ეთნიკურად, ისტორიულად ირანთან, გახავთ ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე რეგიონში. სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება მისი ინტერესი არის ეს პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური და არის. ხო, მისი ინტერესი არის ზუსტ ირანთან კონკურენციის ამბავში აქვს ეს და ხშირად მაინც საერო სახელმწიფო აზერბაიჯანი ალბათ ხო? კი არა, ბევრად რას ლაპარაკობთ, ბევრად და სწორედ რაღაც ირანულ გავლენებს ამას უკავშირებენ, რომ არ უნდათ რომ ეს რაღაცა თეოკრატიული რაღაცები თორემ მას ახლა ჩვენც არ უნდა ვიყოთ თურქეთის და აზერბაიჯანის პარტნიორი, ხო, თუ რელიგიურ მომენტს ამოვიდეთ. კავშირგაბმულობა ასე შემდეგ. ეს საკითხები არის აზერბაიჯანში და ამისგან მაგალითად ხშირად ეკონომიკური ზრდის ინდექსით რო ზოგავენ ხოლმე რა არ არის სწორი მარტო ეკონომიკური ინდექსი, ეხლა ყველაზე ახლოს ეხლა მარტივი მაგის გვერდიდან რომ მოვიტანოთ რაღაცა იქნება ჯინის ინდექსი. ჯინის ინდექსი არის სოციალური ეკონომიკური თანასწორობის ინდექსი, ხო? რაც უფრო 0-თან ახლოს არის, უფრო კარგი მდგომარეობა, რაც უფრო 100-თან ახლოს არის, მით უფრო ცუდი მდგომარეობა თანასწორობის, ხო? თელ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოში, შემდეგ სომხეთში, ეკონომიკური თანასწორობის კუთხით და შემდეგ აზერბაიჯანში. თუმცა მე აქ ერთ რამეს დავაკვირდი, არ ვიცი ხა მე ამის კვლევა არ ჩამიტარებია, ბუნებრივია. კავკასიურ ერთობაზეც. კი, არა, აუცილებლად თუმცა ვიტყვი, ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ჩამოდის სამუშაოდ საქართველოში და აქ ლაპარაკი არის თქვა ტაქსის მძღოლებზე, რაღაცა ისეთი მექანიკურ, აქ არის ინტელექტუალურ სამუშაო და მე სულ მიკვირს ხოლმე. მე მესმის რომ 100%-იანი რაღაც კეთილდღეობა არსად არ არის, მაგრამ ნამდვილად ძალიან ბევრი შეხვდა და ძალიან საინტერესო იქნება ამისი სტატისტიკა. თუ აქ ჩვენ მე შეხვედრე რომ რაღაცები ძირითადად ვისაც დამილაპარაკია, სულ პასუხი არის ხოლმე რომ პოლიტიკური. რაღაც ტიპის პოლიტიკური პრობლემები აქვს. მე არ მქონია იმ სეგმენტთან, ვისაც პოლიტიკური პრობლემები აქვს, და სულ აი არ მესმის რატომ არის მაშინ აი იაფასიანი სამუშაო ძალის გამოდინება? ანუ ჩემთვის ეს კითხვის ნიშანია. საქართველოში ნაკლებად ძალიან. არა, არ ვიცი ხა ნაკლებად უმეტად, მაგრამ სტატისტიკა ალბათ არ თქვენ გაქვთ. ბევრი შემინიშნავს რა, ბევრი შემინიშნავს. მე ვინ შემინიშნავს ძირითადად ბატონო? მარნეულიდან ჩამოსული. არა, მარნეულს და იმას აზერბაიჯანს კი ვარჩევ. კი, ბატონო. ხო, შესაბამისად ეს სატრანზიტო დერეფნები, ეხლა მივალ კიდე რა დავიწყე თავიდან სატრანზიტო, ეს ყველაფერი რატომ მოვყევი საქართველოზე, სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც, ხო? რომ მე მთელი ეს გეოპოლიტიკა გადააქვთ სატრანზიტო სავაჭრო გზებზე და უბრალოდ მინდა რომ ხალხმა იცოდეს განსაკუთრებით, რადგან მე პირველ რიგში ხედავ საკუთარი თანამოქალაქეებისთვის საუბრობ ამას, რომ ნებისმიერი სავაჭრო სატრანზიტო ცუდი არაფერი არ არის ამაში, მაგრამ თუ არსობრივად სახელმწიფო, აი მაგიტომ ჩავშალე დეტალურად სომხეთის მაგალითად, აზერბაიჯანის მაგალითად და საქართველოს მაგალითად, თუ არსობრივად სახელმწიფო მოდელი არ შეიცვალა, ეს სატრანზიტო გზები არის ისევ არსებული პოლიტეკონომიური ელიტების გამდიდრების საშუალება და არასდროს ხალხთან იგივე. დავაზუსტებ, სახელმწიფო მოდელში რას გულისხმობ? სახელმწიფო მოდელი საქართველოს არის ნეოლიბერალური სახელმწიფო. ანუ ამას, ხო, კი ბატონო, ანუ მოდელი უფრო სოციალურისკენ ორიენტირებული ზოგადად ქვეყანაში. ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც პრემიერ-მინისტრი იძახის, რომ პრემიერ-მინისტრი მაღაროელს რო დავუჯდე დებატებში, ესო ანომალია იქნებაო და NGO-შნიკს რო უჯდება სოროსის ფონდის. ეს ანომალია მე რომ არა, პრობლემა არა აქვს. ყოველ დღე მზად არიან სოროსის ფონდს ელაპარაკო და ყობახიძე იძახის, რომ ანომალია არისო, მაღაროელს მე რო დავუჯდე პრემიერი დებატში. რატო არის ანომალია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაუჯდეს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მომპოვებელ მშრომელს დაელაპარაკოს სატელევიზიო დებატში. ზურაბიშვილით გამოსვლია ცოტა მაღლა არისო, რა ქვია და ხო პრეზიდენტი. ხო, ანუ ეს არის ნეოლიბერალური სახელმწიფო, ანუ ვაჭრების და ვაჭრების ელიტა, რომელსაც წარმოადგენს არსებული პოლიტიკური კლასი, რომელსაც თავის გაყადრებას არ უნდა ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ანუ მშრომელებისთვის, ხო? ნუ მე იმედს ვიტოვებ, რომ ალბათ იმიტომ თქვა, რომ შეიძლება კომპეტენციის მხრივ არ ვიცი, შეიძლება ვინ შეიძლება იცოდეს უკეთ მაღაროებზე არსებული სიტუაცია, გინდა შრომითი უფლებების კი ბატონო, რა ხდება მაღაროელზე უკეთზე და პრემიერს რატო არ უნდა აინტერესებდეს, რომ პირადად მაღაროელისგან გაიგოს რა ხდება შახტაში. კი ბატონო. და რატო უნდა იგებდეს ამას რა პოლიშის სსგან.
ან მრჩეველისგან კი ხო, ბატონო. ან მე ეს არის ასახული კანონმდებლობაში, სოციალურ პოლიტიკაში, ასე შემდეგ, მაგიტომ რომ აზერბაიჯანი ყველაზე ნაკლებად ნეოლიბერალურია თქო, იმიტომ რომ ამ დინასტიური მმართველობის ხარჯზე, რომელსაც თავიდან ბოლომდე აღებული აქვს სახელმწიფო მონოპოლია ბევრ მიმართულებაში, ასევე ამ მონოპოლიით უზრუნველყოფს რაღაც ტიპის სოციალურ სიკეთეებს და თქვი რომ მაგალითად საქართველოს არ აქვს მაგალითად ბინათმშენებლობის სახელმწიფო სააგენტო. აზერბაიჯანს აქვს. ძალიან ბევრი სხვა რაღაც აქვს. იმიტომ კი რომ არ შეგვიძლია, იმიტომ კი რომ ამის რესურსი არ გვაქვს. როგორ არ შეგვიძლია? თავისუფლად შეგვიძლია. უბრალოდ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი მაგალითად ახლა ევროკავშირი ახსენა შოთამ ხო და ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, მე არასწორი კონვერტაცია ხდება ხოლმე რა რაღაცებს. აი მაგალითად რამდენიმე წელს წინ ევროკავშირმა გამოუყო სომხეთს 2 მილიარდ 600 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ქვია. ამ დახმარებაში გრანტი ანუ ნაჩუქარი უპროცენტო ფული რამდენია გაინტერესებს? ცოტა იქნება. დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი არის დაახლოებით 70 მილიონი евро, რომელიც არის ისევ აი NGO-ების გაძლიერება, ისე დანარჩენი. მათთან მიდის, როგორც დანარჩენი. კი, დანარჩენი არის ყველაფერი პროცენტიანი კრედიტი, რომელიც მიემართება ევროკავშირისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ანუ პროცენტიანი ფული სომხეთში. მაგრამ ამ 2 მილიარდ 600 მილიონს ხო აი ხშირად და ალბათ დარწმუნებულია სომხეთშიც არსებობს აი ჩვენთანაც ხო არის ესეთი რაღაცა პოლიტიკური სიბეცე, პოლიტეკონომიური სიბეცეს დავარქმევდი რა რომ აი თითქოს ევროკავშირი რომ რაღაცა კოლაბორაციაში შემოდის შენთან ეს ავტომატურად ნიშნავს რომ თითქოს ევროკავშირს უნდა რომ შენ დაემსგავსო გერმანიას, საფრანგეთს, ანუ ეს ამას ყველაფერი პირიქით არის. იმიტომ რომ იგივე იმ მაგალითად შევისწავლე დეტალურად ეს სესხის პირობები აბსოლუტურ სრულ თანხმედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან და ეს ორმაგი სტრუქტურული რეფორმების ჩარჩო მიიღო, ისევ ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, მაქსიმალური დერეგულაცია საერთაშორისო კორპორაციებისთვის, ფინანსური და არა მარტო ფინანსური ბაზრების გახსნა. აი ესეთი მოთხოვნები აქვს ევროკავშირს სომხეთისადმი. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ აი კავკასიურ იმას პოლიტიკურ ერთობაზე რა ძალიან რთულია იმ გაგებით რომ იმხელა დიდი იმპერიული ინტერესებისა და მათ შორის ეკონომიკური ინტერესების მოსაზღვრე მოთამაშეები ყავს გარშემო ამის მიღწევა ძალიან რთულია თუმცა კულტურულად მიუღწეველი არ მგონია ნამდვილად იმიტომ რომ სხვა შორის ნებისმიერი დიდი პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირი ახსენა შოთამ ხო ევროკავშირის გაერთიანებას ხო ანუ მრავალსაუკუნოვანი ომების მრავალსაუკუნოვანი ერთმანეთის ხოცვის ხო ორი მსოფლიო ომი კიდე მანამდე ისა ხო აგერ ხო რას დაეყრდნო პირველ რიგში დაეყრდნო კულტურული იდეას ხო რომ აი ჩვენ ვართ რაღაც საერთო ღირებულებების და ესპანელი და ფინელი ერთი კი სკანდინავიელია და მეორე სამხრეთ ევროპელი მაგრამ ორივეს რაღაც საერთო ღირებულებითი კავშირი ყავს ხო რატო შეიძლება ხასეთი ღირებულებითი კავშირის გამოძებნა კავკასიაში კავკასიურ სახელმწიფოში როცა კულტურულ შრეებს თან ერთვის გეოპოლიტიკური შესაძლებლობაც, მაშინ ეს შესაძლებელი ხდება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს გეოპოლიტიკური შეუძლებლობა ქმნის ამ პრობლემებს და არ მგონია რომ კულტურული პრობლემები იყოს. მე თუ შეიძლება ცალკე ამ სატრანზიტო კი აუცილებლად ეხლა მინდა შევთას ვკითხო აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში სომხეთზე ჩვენ ვილაპარაკეთ ხო მის საგარეო პრიორიტეტებზე როგორ იცვლებოდა ის და რა პერსპექტივებს და თუ სახარბიელო როგორც თქვენთვის აზერბაიჯანის შემთხვევაში აზერბაიჯანი რა მოძრაობებს აკეთებს და რა მიმართულებით არის ის ავტონომიური თავის გადაწყვეტილებებში იმიტომ რომ ხანდახან არის რომ თურქეთისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს თუ მთლიანად აზერბაიჯანის სახელმწიფო ხა განწირული არ მინდა თქვა ეს სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ორიენტირებულია თურქეთის გაგებით აი ამ დიდი პროექტისკენ, რომელიც დაიწყო როგორც ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო და ერთი ხალხი, 6 ხალხი, უკაცრავად ერთი ხალხი 6 სახელმწიფოში გადაიზარდა. ხო, აზერბაიჯანი საინტერესო ქვეყანაა, იმიტომ რომ მას აქვს ეს ორი ძირითადი არჩევანი, პირველი ეს ტრადიციული არჩევანი თურქული მოკავშირეობა.
ეგრეთ წოდებული რაღაც დიდი თურანის პროექტის ნაწილად გახდომა, თუმცა ზოგადად როდესაც საუბრობენ ამ დიდ თურანზე, ხანდახან ცოტა გადაჭარბებულია იმ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თურქეთს საკმაოდ მცირე კავშირები აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ეკონომიკური კავშირებიც, პოლიტიკურიც, აი ბოლო წლებშია რომ თურქეთმა გახსნა რაღაც საკუთარი სააგენტო აქვს თურქული ხალხის კულტურული განვითარების სააგენტო რაღაც ესე ქვია და აი ეს მე მგონი საქართველოშიც არის ეს ორგანიზაცია, ეს სახელმწიფო ორგანიზაცია, აი ესენი გახსნა, თორე თუ ჩახედავთ სტრუქტურულად ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებს, მათ საგარეო ვაჭრობას და გადმორიცხვებს დიასპორის აბსოლუტურად უმეტესობა მიმული რუსეთზე ან ნაწილი ჩინეთზე. ამიტომ ხა თურანი ხო საერთო ენის თემა აქვს, მარტო აზერბაიჯანი კი უფრო ასე ვთქვათ ინტეგრირებულია ამ თვალსაზრისით თურქეთთან. თუმცა აზერბაიჯანს აქვს სხვა კარგი შესაძლებლობებიც, რომელი პროექტიც არსებობს და აქტიურად მუშავდება, გულისხმობ ჩრდილოეთ სამხრეთის საერთაშორისო დერეფანს ესე ქვია, რომელიც ანუ აზერბაიჯანი ხდება საკვანძო სახელმწიფო აი ამ დერეფნის გამტარის. ეს არის პეტერბურგის ბრიქსისთვის არა, რუსეთი, ირანის და ინდოეთის დამაკავშირებელი, ხო შეიძლება ნუ ბრიქსად აღვქვათ ასე. პეტერბურგი მუმბაის დამაკავშირებელი გზის. თუმცა ეს ამ პროექტს აჭიანურებს აზერბაიჯანი, ნუ შეიძლება აზერბაიჯანს სურდეს ეს, თუმცა ესეც არის გარეწნეხის შედეგი, რომ ეს პროექტი ჯერჯერობით არ არის ჩაშვებული. ამ ჩრდილოეთ სამხრეთ საერთაშორისო დერეფნის ორი შტო არის ამოქმედებული, ეს არის თვითონ კასპიაში რუსეთ-ირანის დამაკავშირებელი საზღვაო ნავიგაცია და არის მისი აღმოსავლეთ ნაწილი ყაზახეთი, თურქმენეთი, ირანში ესე კასპიას აღმოსავლეთიდან უვლის ეს ორი გზა უკვე მუშაობს. თვითონ ეს პროექტი რო ამუშავდეს არის დაახლოებით 40 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი დასასრულებელი ეს ასტარა-რაშთის მონაკვეთი. მაგრამ რადგან ახლა ეს კონფლიქტი დაიწყო ირანში, ეს პროექტი დროებით ასე ვთქვათ შეჩერებულია, მაგრამ როგორ გაგრძელდება ზოგადად აზერბაიჯანის საგარეო მოქმედებები, ძალიან ანუ შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური რაღაც პროცენტულობის უდიდესი ნაწილით დამოკიდებულია თუ იმაზე თუ როგორ დასრულდება შეერთებული შტატების ირანის კონფლიქტი. და რას გულისხმობ ახლა? თუ მაგალითად ახლა ირანმა შეინარჩუნა ის სტატუს quo, რაც ჰქონდა ომამდე, გულისხმობ იმას, რომ ნუ ხელისუფლება შეინარჩუნა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და ის საგარეო კურსი შეინარჩუნა, რაც ჰქონდა რეგიონული კურსი და პლუს ჰორმუზის სრუტე. მაშინ აზერბაიჯანს მოუწევს ირანის ინტერესების გათვალისწინება. და პირველი, რაც აი არჩიბალდმაც ახსენა, ეს არის ისრაელთან პარტნიორობა უსაფრთხოების კუთხით, იმიტომ რომ სამომავლოდ ირანის რეგიონული პოლიტიკის ნომერ პირველი პრიორიტეტული საკითხი იქნება მისი საზღვრების უსაფრთხოება. ანუ მის მოსაზღვრე ქვეყნებში არ უნდა იყოს ირანის მიმართ ტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინფრასტრუქტურა. ნუ ეხლა ისრაელი არის პირდაპირ საზღვარზე დინარი არაქსის ნაპირზე აქვს რაღაცა ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სოფლები ესე ეძახიან დასახლებები. ყველა დაჭკვიან და ადამიანის და მე მგონი smart villages ესე ქვია ხო რომელზედაც არის ეჭვები ნუ ეხლა ჭკვიანი უნიტაზიც კი არის ეხლა უკაცრავად ასეთი მაგარი smart villages ნახევრად კონსპირაციული ეჭვები არის რომ აი ამ სოფლების ტექნოლოგიური შესაძლებლობებით მოხდა მაგალითად იბრაჰიმ რაისის ჭყალებში ესეთი ინციდენტი რომელმაც შეიწირა ირანის პრეზიდენტი და მეორე რამაც შეიძლება აი ამ აზერბაიჯანის აი ამ ისრაელთან თანამშრომლობის რევიზია გამოიწვიოს ეს არის თვითონ ისრაელის ახალი პოლიტიკა თურქეთის მიმართ რომელსაც უკვე თურქეთს ასახელებენ შემდგომ ირანად რომელიც არის მათი რეგიონული ესეთი გამოწვევა და ნუ მე მგონი სავარაუდოდ დიდი ალბათობით შემდგომი პრემიერ-მინისტრიც კი ამას იძახის გულისხმობ ნაფთალი ბენეტს რომელიც არის მთავარი ოპოზიციური ლიდერი ნუ როდესაც აღარ იქნება ნეთანიაჰუ დიდი ალბათობით იქნება ნაფთალი ბენეტი ხო მანაც თქვა საკმაოდ ყვახეთ რომ ასეთი თურქეთი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა იმ თვალსაზრისით რომ სამომავლოდ
შიიტურ ისლამზე უფრო ძლიერი იდეოლოგიური ნარატივი და რაღაცა ინსტიტუციური ფორმები აქვს სუნიტურ ისლამს. სუნიტური ისლამი უკვე მიუახლოვდა საკმაოდ ისრაელს, გულისხმობს სირიის სახით. იგივე ლიბანში საკმაოდ აქტიურდება, ლიბანი ცალკე საკითხეს დაშლილი მოშლილი ქვეყანა. ხო, მაგრამ ეს თურქეთიც უკვე დაინტერესდება იმით, რომ აზერბაიჯანმა სამომავლოდ გადახედოს ისრაელთან თანამშრომლობას. თუმცა ბუნებრივია აზერბაიჯანს დაჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ირანისგან. ზოგადად ისრაელთან პარტნიორობა ორი მიზნით იყო გამოწვეული. პირველი ეს ტექნოლოგიური სამხედრო თანამშრომლობა იმით, რომ ყარაბაღზე ყოფილიყო წნეხი და შემდგომ ეს პრობლემა გადაიჭრა და მეორე ირანის შეკავების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყოველთვის არასწორად არის დაყენებული საკითხი, ყველა ამბობს, რომ რაღაცა ირანული აზერბაიჯანი უნდა დაიბრუნოს აზერბაიჯანზე. მე მაღალ რეალურად არის პირიქით. ირანულ აზერბაიჯანში არის სურვილები, რომ აზერბაიჯანი და იმიტომ რომ თანამედროვე აზერბაიჯანი რაც ეს ტერიტორია არსებობს, რაღაც მოყოლებული აქამეინდურის ვარსეთიდან, იყო ირანული სივრცე, ეს კულტურულად, ენობრივად, ნაწილობრივ არის, ასე ვთქვათ, აი ამ დიდი ისტორიული იმპერიის ნაწილი და პირიქით ირედენტიზმი აქეთ არსებობს, რომ აზერბაიჯანი დაიბრუნა და ამის შესაკავებლად ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევი მუშაობდა 90-იან წლებში აზერბაიჯანში აიკრძალა რელიგიაზე დაფუძნებული პარტიები, ანუ რეალურად ისლამური პარტიები, გამომდინარე იქიდან რომ თუ ამას დართავდნენ ნებას გარდაულად შიიზმი გაძლიერდებოდა აზერბაიჯანში, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ 90-იან წლებში ჩვენთანაც რა მოხდა, ხო, უცებ ათეისტური ქვეყანა, ყველა რელიგიური გახდა და ყველა ეკლესიაში დადიოდა. დაახლოებით იგივე მოხდებოდა აზერბაიჯანშიც, რომ ამ ყოფილიყო სახელმწიფო ჩარევა და ეს არსებობდა აზერბაიჯანის ისლამისტური პარტია, ის ტერორისტულად გამოაცხადეს, დაიჭირეს ლიდერები, აკრძალულია მოკლედ პოლიტიკური აქტივობა და მეორე ისიც უნდა ვახსენოთ მე ყოველთვის მიკვირდა 2020 წლის მერე აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი აქვს ჩაკეტილი ყველა მეზობელთან და მათ შორის საქართველოსთან კოვიდის მიზეზით მოყოლებული მე ყოველთვის მქონდა კითხვები რომ ჩვენთან ცხოვრობენ ხო აზერბაიჯანელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი რომთაც ჰქონდათ კონტაქტები აზერბაიჯანში სავაჭრო რაღაცა ნათესაური და და მიწერეს კიდევაც აქაურმა ასე თქვა აზერბაიჯანელებმა რომ გაეხსნათ ეს საზღვარი, მაგრამ უარი მიიღეს და აი ბოლო პერიოდის მოვლენებიდან ხდება ჩემთვის ცნობილი თუ რატომ არ ხსნის სახმელეთო საზღვარს აზერბაიჯანი, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ აზერბაიჯანული კომუნიტი ქართულად თემი რაღაცა უფრო აფილირდება ირანულ შიიტურ იდეოლოგიასთან ვიდრე სეკულარულ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ხოთაშორის ეს ჩვენთვის როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მომგებიანია და უნდა მუშაობდეთ ალბათ ამ თემის ინტეგრაციისთვის ხო, თუ პრაგმატულად შევხედავთ, მე ხო, ამიტომ ჩემი აუდიტორიის დიდი ნაწილი მარნეულიდან არის უკვე. ძალიან კარგი. არა, კარგი გაგებით ვამბობ. არა, კარგი გაგებით, სწორია, ესეც დავასრულებინოთ, პრაქტიკულად დავასრულე. არ მოვამგვალოთ? ხო, ამიტომაც სავარაუდოდ უსაფრთხოების კუთხით არ სურს რომ აქაურმა აზერბაიჯანელებმა რაღაც აქტიური კონტაქტები აწარმოონ თავად აზერბაიჯანში, იმიტომ რომ საქართველოს შეიძლება აღვიქვათ რბილ საზღვრად აზერბაიჯანისთვის, იმიტომ რომ ხა სომხეთთან საზღვარი ხისტია, ჩაკეტილია. აქეთ ირანთანაც ხისტი საზღვარია, რუსეთთან შეიძლება შედინდეს ეს ინტერესები. თან მithumetes საკმაოდ მწვავედ უყურებს ალიევების ოჯახი აი ამ უსაფრთხოების საკითხს და ზოგადად პოლიტიკურ ოპოზიციურ აზრს, არა თუ რაღაცა ხა შიიტურ ისლამს, ხო? ხედავთ რომ ინტენსიურად ხდება ხოლმე ეს დაკავება ისეთი პერსონების, რომლებიც არც თუ ისე მაღალ პოლიტიკურ წონას წარმოადგენენ, ხო, რა თუნდაც იგივე ჟურნალისტების, რაღაცა იგივე NGO წარმომადგენლების, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ წარმოადგენდნენ რაიმე წინააღმდეგობას. თუმცა მაინც ის რუსულად არის ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთება. კი. ხო, როდესაც პოლიტიკაში არსებობს აზრი, ის აზრი ადრე თუ გვიან რაღაც ხორცს შეისხავს. თუ კი მას ექნება და მithumetes თუ ვიღაცას აქვს თუ კი მას ექნება სწორი კონტექსტი, სწორი დროითი განზომილება, სწორი სივრცული განზომილება, ის ყოველთვის მონახავს ხოლმე და ყოველთვის ასე ვთქვათ ძალაუფლების მქონეებს ეშინიათ ალტერნატიული აზრების ხოლმე.
თუმცა ალტერნატიული აზრიც არის, ახლა ეს სხვა თემა არის და ალტერნატიული აზრიც არის და ალტერნატიული აზრის მე საერთოდ ახლა აზერბაიჯანის საქმე რა თქმა უნდა მე არ მესმის საქართველოს რატო არის ხოლმე ესე აქტიურად ნუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი რა მოვა ამათ აზერბაიჯანელ აქტივისტ ოპოზიციონერს არ მესმის რატომ უნდა დააყენო შენი სახელმწიფო იმის ქვეშ რაღაცა რისკის ისევე როგორც სხვა შორის არ მესმოდა იგივე ზვიად გამსახურდი ეს პერიოდში ჩეჩნეთის ან ვიჩქერიის რაღაც ეს ჩაბჟირება გინდა თუ არა მათ დამოუკიდებლობაზე ნუ მე არ მესმოდა პოლიტიკურად ხო მე ეს არ მესმოდა იმიტომ რომ არის რაღაცეები რაც უფრო პრიორიტეტულია და ეხლა ჩვენ შეიძლება პიროვნულ ურთიერთობაში კეთილშობილება და თავდადება და თავი გავწიოთ ერთმანეთს მაგრამ ეხლა სახელმწიფო ინტერესი შეაგდო სხვა თემა როგორი რეაგირებდა რუსეთი მაგრამ ფაქტია რომ შენ ეს გიღირდა იმ დროს საქართველოს ხელისუფალი იყავი და ჩემთვის ეს მომენტი გაუგებარი არის მაგასთან მიმართებაში ვიტყვი რომ ხარ უარ გამვრცელდეს რა საიჩქერია ზემაზე აი მე წეგამ თქვი რა რომ ისე თქო აი სწორად ახსენა შეთანხმებით შორის რომ საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი თავს შიიტური ისლამის მიმართულებას მიაკუთვნებს უფრო შეიძლება სუნიტი იყოს მაგრამ სხვა შორის აი ბევრი ვიდეო მაქვს მათ შორის ალიევის კრიტიკაზეც პირველი კომენტარებში მოდიან მარნეულელი აზერბაიჯანელები რომ ყოჩა ყარჩიბალ ცაღო მაგარი ხარ აბარა რაღაც და ეხა ამას ვამბობ რა გაგებით იცით რომ ერთხელ ვიყავი სხვა შორის აი ღაზას გენოციდი რო დაიწყო მაშინ ნუ მე ხა ძალიან დიდი ხანია რა ამ ისრაელი პალესტინის ამბავში ვარ ჩართული თუ რაღაცა ხა საქართველოს მოსახლეობის დიდი ამბავია მოსახლეობა არ იყო ჩართული ამაში და ეგრევე საერთოდ არ მომერიდა 2000 რომელი წელი იყო 7 ოქტომბრიდან ძალიან მალევე 23 დღეში გადმოვხდი პირდაპირ ისრაელის კრიტიკა დავიწყე როცა ჯერ კიდე ტერორიზმის დაგმობა იყო მოდაში და ნუ მაშინ აი რაღაცა ძალიან დიდი ბიგრძენი ისე ტერორიზმის დაგმობა ყოველთვის მოდაში უნდა იყოს არა ხო ეგ რა თქმა უნდა მაგრამ მაშინ ვიგზენი რომ ეს ძალიან დიდი მზერა წამოვიდა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ჩემდა მე მაშინ წავედი რა ვიყავი მარნეულში შესული და აღმოჩინე ეს რაღაცა რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ადამიანისთვის რომელიც არ პოლიტიკური აქტივიზმით ვარ დაკავებული რომ ჩვენ ყველა ვიმტორავთ ხოლმე თავს აი ამ ინტეგრაციაზე რა რომ აი როგორ რა ფორმით შეიძლება უნდა მოხდეს ინტეგრაცია როგორ გადაკვეთის წერტილებს ვადახო და ეს ჩემთვის იმდენად დიდი აღმოჩენა იყო რომ და რაღაც სასიხარულო ფაქტიც რომ აღმოაჩინე რომ ჩემი ქვეყნის თანამოქალაქეებს თანამემამულეებს უცბად ჩემი სახით გაუჩნდათ ერთი სპიკერი მაინც სოციალურ მედიაში რომელთანაც რაღაცა ისა აქვთ რა ჩასული ვიყავი სხვა შორის ძალიან მითხრა რომ იცი რამდენი ახალგაზრდა არის რომელსაც პირველად დაიწყო ქართულენოვანი სოციმედიის და ვიდეოების ყურება შენი ვიდეოებითო ამ პალესტინის თემიდან გამომდინარე შესაბამისად მათთვის ალიევის პოლიტიკა ისრაელთან მიმართებით კატეგორიულად მიუღებელია ვიკითხა მაყურებელმა და მეც მაინტერესებდა რა ენაზე ქართულ ენაზე გისმენდნენ ქართულ ენაზე და ის იყო რა ქვია მარნეულში მითხრეს თვითონ უფროსთავის წარმოადგენლმა რომ იშვიათი შემთხვევა რომ შენმა ვიდეოებმა მოახერხაო აქო საზოგადოების იმ ნაწილის დაინტერესება ქართული სოციმედიით რომელიც ქართულენოვანი კონტენტით საერთოდ არ ინტერესდება. თუმცა უბრალოდ აღმოჩენა იყო რა, იმიტომ რომ ნაკლებად ეილიან რა საქართველოში ეგეთ როგორ თქვა ჩემი აზრით სწორ ჯანსაღ პოზიციებს ისრაელი-პალესტინის თემაზე. ეხლა კავკასიურ ერთობას რაც შეეხება და აი საბჭოთა დერეფანი იყო ნახსენები ჩრდილოეთის სამხრეთის ნაკადი, ხო? ეს დასავლეთი აღმოსავლეთი ვიცით, ხო? ეხლა გასაგებია იქ რაღაც ანგეზურის კორიდორი და შემდეგ რაღაცები ემატება, ხო? ჩრდილოეთ სამხრეთ ნაკადში და მინდა რომ მაყურებელს კარგად აუხსნა ევროკავშირის ინტერესი რაში მდგომარეობს და საჩელება აღმოჩნდეს რაღაც ტიპის დაძაბულობა. ესე იგი, პეტერბურგი, მუმბაი ახსენა შეტან, ხო ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის ბრიქსის ბოლოს ამიძე ისაუბრეს ამ მასშტაბის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთის ნაკადის ის ნაწილი, რომელსაც უნდა გაიაროს ირანი, აზერბაიჯანი და გადავიდეს რუსეთში. მაგრამ არსებობს ჩრდილოეთ სამხრეთის მეორე ნაკადი, ეს არის ირანი, სომხეთი, საქართველო. და ირანის რაც შეეხება, ირანში არსებობს ერთი პორტი, რომელიც არის ინდური კომპანიის მფლობელობაში, რომელიც არ არის ამერიკული სანქციების ქვეშ, არც ევროპული სანქციების ქვეშ. და იმ ირანის პორტს განიხილავს ევროკავშირიც მათ შორის აი განსაკუთრებით ეხლა ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობასთან დაკავშირებით იქით
ჰუსიტების გააქტიურებასთან ერთად აი ამ ირანული პორტის დაუსანქცირებელი ირანული პორტის ხო ამის დაკავშირებით სამი მიკროფონი კი ხო და მოკლედ მთავარი აი თუ შეამჩნიეთ ბოლოს ეს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა შეიქმნა ევროპარლამენტთან გაწყვეტა ურთიერთობა რა შემდგომარეობს რეალურად ევროკავშირი ცდილობს აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთისგან ითხოვენ პრაქტიკულად ტოტალურად დათმობას კონტროლის მექანიზმის და ამ სავაჭრო დერეფერენზე მაშინ როცა ევროკავშირი მხარს უჭერს რომ სომხეთმა შეინარჩუნოს კონტროლი აი ამ განსაკუთრებით აი ამ ჩრდილოეთის სამხრეთის იმიტომ რომ ერთი ჰორიზონტალურია ერთი ვერტიკალურია ხო მაგრამ კარგად აუხსნათ მაყურებელს და მსმენელს რომ ანუ ვერტიკალურ ჰორიზონტალურ ხო აი ძალიან მარტივად რა ხო ანუ სომხეთი ხო არის ესე ერთი ჭრის ესე მაგისტრალი მეორე ჭრის ესე ჰორიზონტალურად ერთი ვერტიკალურად ხო ეს ვერტიკალური ამ კორიდორების ერთმანეთზე გადაკვეთა სხვა მოთამაშეებისთვის პრობლემა არ იქნება თუ მას გააკონტროლებს თქვა მაგალითად სომხეთი მაგრამ ამას HV-ში აქვს ირანსაც აზერბაიჯანს ირანს ყველაზე ნაკლებად სხვა შორის იმიტომ რომ სომხეთი ყოველთვის იქნება ირანის სტრატეგიული პარტნიორი და არა ირანს HV-ში არა ირანის მოწადინებულია რომ სომხეთმა გააკონტროლოს მეტი და ევროკავშირიც აი ამ შემთხვევაში ემთხვევა ევროკავშირის და ირანის ინტერესები ევროკავშირი დაინტერესებულია რომ ეს დერეფანი იყოს სომხეთის კონტროლის ქვეშ სომხეთის მთავრობა იყოს მისი კონტროლის ქვეშ და გააკონტროლოს ირანი იმიტომ რომ ანკარას თურქეთს ისედაც ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ევროკავშირზე და კიდევ დამატებით ეს ბერკეტი არ გაუჩნდეს და რაც შეეხება რო თქვით რომ სომხეთიდან საქართველოს შევიდა ხა მთელი შესავალი რატო გავაკეთე 2-3 ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობაზე რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის მოდის განსაკუთრებით რაღაცა ის სახელმწიფო არხებიდან და იმებიდან რომ აი დერეფნები სავაჭრო გზები კეთილდღეობა თორას რომ ეს გწოდოთ კარგად რომ არ არის მაგასთან კავშირში თუ სახელმწიფო მოდელი არ შეიცვალა არც დერეფანი გიშველით არც პორტი არც ეს რა ქვია ტერმინალები და ასე აი სხვადასხვა არგუმენტი რაში შეიძლება გვიშველოს აი მაგ მოსაზრების გასამყარებლად ეხლა ჩვენ ვიცით რომ აი მილსადენებიდან საერთაშორისო გვეკუთვნის 5% უფასად 5% შეღავათიან ფასად რომელიც 5 წელიწადში ერთხელ გადაიხელება მაგრამ აი შეღავათიანი ფასია ყოველწლიურად გვეუბნებიან რომ იზრდება გატარებული რესურსის რაოდენობა შესაბამისად იზრდება უფასო გაზის წილი და შეღავათიანი ფასის და არაფრით არ მისმის ეს რატომ არ აისახება სოციალურ ტარიფებზე იმიტომ არ არის ეს არგუმენტი კი აბსოლუტურად გეთანხმებით და რა მგონი მქონდა გადაცემა ცალკე ამ ტარიფებზე იქ დეტალურად ჩავხსენით ტელეკამერა რატომაც არ აისახება კი ბატონო მოკლედ ჩაუთა რომ სატრანზიტო ეკონომიკა სატრანზიტო პროექტების კარგ მაგალითად ითვლება როტერდამის პორტი და მისი ინფრასტრუქტურა და სინგაპურის მოდელიც. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური აზერბაიჯანზე ბევრად ცენტრალიზებულია, ბევრად უფრო დეველოპმენტური სახელმწიფოა და ეს კახაბენდუგიზე მოატყუა ხალხი, რომ სინგაპური თავისუფალი ბაზრის 64 არისო თუ რაღაცა, საერთოდ პირიქით არის, მაგრამ ახლა სინგაპური და როტერდამი რატომ მოვიყვანე? როტერდამიც ჰოლანდიაც აი ამ სატრანზიტო პორტებს, ტერმინალებს და მებს იყენებს იმისთვის კი არა, რომ ეგრეთ წოდებული შლაგბაუმის ეკონომიკა შექმნას რა, რომ აი უბრალოდ სახელმწიფო რაღაცა ტარიფებს იღებს და მე მიაქ რაღაცა ისედაც ნეოლიბერალურ ბიუჯეტში, საიდანაც უბრალოდ მაქსიმუმ ჯარი პოლიცია რაღაცა გეცაფინანსებს. არა, ნებისმიერი შემოსული ტვირთი ქვეყანაში უნდა გახდეს დამატებითი ეკონომიკური აქტივობის შექმნელი. ან იმის გადამუშავება უნდა შექმნა, ან ის შენ არსებულ საწარმოში შენ თვითონვე გჭირდებოდეს ის ნედლეული და ამის წყინვალე მაგალითია. და როცა ვლაპარაკობდით კავკასიურ რაღაცა ტიპის ერთობაზე, ერთადერთი აი მაგიტო გავაკეთე ამ ხელს შესავალი იმაში, რომ აი დიდი ეკონომიკური სახალხო ეკონომიკური კეთილდღეობის თორე ბიზნეს ელიტა გამდიდრდება რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად მოლოდინები არ იყოს ამ სატრანზიტო დერეფნებით თქო მაგრამ სატრანზიტო დერეფნებით შეიძლება იყოს იმის მოლოდინი რომ ყველა გარე ფაქტორი ვინც არის უბრალოდ ერთი პრობლემური საკითხია უნდა ვთქვათ რომ ევროკავშირი ამ სამხრეთ ჩრდილოეთის ნაკადში ანუ საქართველოს სომხეთის მეშვეობით დაინტერესებულია რუსეთის გათიშვით
და შესაბამისად ამიტომ არის ეხლა რეალურად სომხეთ-რუსეთის ანტაგონიზმი ძალიან კარგად ის რუსეთმა რო არანაირი ევროკავშირის წევრობაზე აი რანაირად უნდა გახდეს ხა სომხეთი ევროკავშირის წევრი ვის უნდა გადაახტეს ბრიუსელი იმას თურქეთს უნდა გადაახტეს საქართველოს უნდა გადაახტეს ჯერ ხო საქართველოს მიღებაც როგორი ისეთი რთული საკითხია ხო აი ხო გასაგები ანტაგონიზმი მდგომარეობს იმაში რომ ანტაგონიზმი მდგომარეობს იმაში რომ რუსეთს ეპარება ეჭვი რომ სომხეთი საქართველოს ხელით და შეიძლება არავის არ გაუკვირდეს რომ ირანიც მათ არ თქვას ამაზე უარი იმიტომ რომ ევროკავშირი დახუჭავს ირანის ბევრ მისთვის დეკლარირებულ პრობლემებზე თვალს ამის გამო რომ რუსეთის ჩამკეტი გახდეს ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანზიტო დერეფანში. აზერბაიჯანი თავისთავად უკვე თურქეთის გავლენით რაღაც ტიპის ანტაგონიზმშია რუსეთთან, ანუ და შუთ ამას სახსენაროს პროექტები შეჩერებულია. ამიტომ რუსული ანტაგონიზმი აი მთელი ამ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამასთან არის რეალურად დაკავშირებით. თორე დავიწყოთ ტექნოლოგიური ჰაბები, ხო? აი რითაც ამაყობს ახლა ფაშინიანი, ხო? იმის 50% რუსული კაპიტალია. სომხეთის ბუნებრივი რესურსები რუსული კაპიტალია. ანუ ფუნდამენტური რაღაცა ხო, კი. ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები რუსეთს სომხეთში არ ექნება. რუსეთს შეიძლება შეექმნეს ფუნდამენტური პრობლემა სამხრეთ ჩრდილოეთ ნაკადში თუ ამოგლიჯეს რუსეთი და ამაზეა რეალურად ერთი ამბავი. ეხლა შეთასთან გადავიდეთ. თუმცა თუ ყველა მაპატიეთ, თუ ყველა რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი და ჩინეთი რაღაცნაირად დაალაგდებიან ეს შექმნის მყარ საფუძველს კავკასიაში სტაბილურობისა, რამაზეც მერე შეიძლება დავაშენოთ რამე ტიპის გნებავთ რაღაცა საერთო კულტურული სივრცე თუ საერთო პოლიტეკონომიკური სივრცე. კეთილი. სცენარები რო განვიხილოთ თუ შეიძლება. შოთა იმ ხრივ სცენარები რო აი რომელი მხარე რომელთან გასაგები არის რომ თქვა აი გასაგები რა როგორ არის ყოველთვის ასე ჩანს რომ რო ავიღოთ აი რუკას რო დავხედოთ იმედია მსვენელი და მაყურებელი წარმოიდგენს რუკას სად გადის ნუ სად არის ჩვენი სამხრეთ კავკასია ვინ გვემეზობლება და სად გადის ეს ანგეზურის დერეფანი ტრამპის პროექტი, ტრამპის გზა, თუ ასე შემდეგ, ხო, როგორ გადის და რა მარშრუტებს უხსნის გზას და რა მარშრუტებს კეტავს. და ასევე ის, რაც თქვა არჩიბალდმა, ირანი უკვე სომხეთი, საქართველო, ეს რა მარშრუტებს ხსნის და პლუს ამას დავამატოთ კიდევ მესამე ხაზი, საქართველოს რკინიგზის, აფხაზეთის მონაკვეთი, თუ გაიხსნა, ის შემდეგ რა მარშრუტებს ხსნის. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, ახლა ჩვენ დარჩენილ დროში და საერთოდ სატელევიზიო გადაცემის ფორმატში ამის სრულად გაანალიზება, მაგრამ აი რომ ვილაპარაკოთ, ეს იგი რომელი მარშრუტები ებრძვიან ერთმანეთს, რა ძალები დგანან ამის უკან და როგორია მათი განხორციელების ალბათობა, რაღაც დიდი კითხვა გამომივიდა, მაგრამ ვეცადოთ, რომ აი ნელ-ნელა გვაქვს ნახევარი საათი და მე მგონი მოვასწრებთ მსჯელობას ამაზე. ამ ორ მარშრუტს ძირითადად განვიხილავ და ძირითადად მას დავაფიქსირებ ხა რაღაცა უნივერსალური ინფორმაციები არ თქმა უნდა, ჩვენ შეხედულებით 2000 თუ სწორად მახსოვს 17-18 წელი იყო საქართველოში ჩამოვიდა მაშინდელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი და მე მგონი მე მეორეჯერაც ჩამოვიდა. თვითონ არ თქვეს რატო იყო ჩამოსული ხამხელა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ახლა უყვილო ხوار ჩამოვიდა მაგრამ ნუ არა ეს დადასტურებული ინფორმაციით მაშინ გამოხატა ირანმა სურვილი რომ ეს აფხაზეთზე რკინიგზა აღდგენილიყო ანუ ირან-რუსეთის დამაკავშირებელი გზა სომხეთის გავლით ანუ რეალურად თქვა მოთელა ეს აზრი საქართველოზე თუმცა ნუ აქედან როგორც ჩანს მიიღო უარი მაგრამ ეხლა თუ რაღაც პრაქტიკულ რეალობას შევხედავთ რკინიგზა რომელიც სომხეთს დააკავშირებს ირანს არ არსებობს იმ ტერიტორიაზე სამხრეთ აი სიუნიკის პროვინცია რაც არის სომხეთში აქ რკინიგზა არათუ რკინიგზა არ არის არამედ არ არის ავტობანიც არ არის და არის პირადად ვარ ნაყოფი ისეთი მაგისტრალები რომელზედაც ტრაილერსაც უღელტეხილები რომელზედაც ტრაილერებსაც უჭირთ გადაადგილება ანუ საკმაოდ არა კომფორტული გეოგრაფიული არეალია სამხრეთ სომხეთი ირანთან დასაკავშირებლად თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში
არსებობდა ერევანი აკავშირებდა ქვემოთ ასე ვთქვათ დღევანდელი ყარაბაღს, ოღონდ გადიოდა ნახიჭევანზე, ანუ ესე საზღვარზე მიყვებოდა ნახიჭევანის გავლით, თუმცა დღეს ახლა ეს სცენარი ახლა გამორიცხულია, თუ ნახიჭევანზე გავლის, მაგრამ ბარემ ახლა აზერბაიჯანზე გაიარეს, ხო? ამიტომ ეს რაღაც ირან-რუსული დამაკავშირებელი გზა სომხეთ საქართველოს გავლით საკმაოდ ესეთი სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუმცა თუ ისევე იმუშაობენ ავტობანზე, ჩინელები როგორც ჩვენთან იმუშაობენ უღელტეხილზე, შესაძლებელია ტრეილერები. შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, თუმცა ამას დაჭირდება საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები და რამდენად არის ამის შესაძლებლობა და ნებელობა დაინტერესებულები არიან, ხო? ხო, ეს საკითხავია. ნუ ჯერ ახლა აფხაზეთის საკითხია გადასაწყვეტი ამას თავი დავანებოთ, ხო? თვითონ ახლა რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს, აქაც არ არის ჯერჯერობით ინფრასტრუქტურა, თუმცა არ არის ეს რაღაც შეუძლებელი პროექტი, არის რაღაც 40 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხო, აზერბაიჯანიდან ნახიჭევანამდე, მეორე აზერბაიჯანამდე, რომელიც ნუ საავტომობილო მაგისტრალი უკვე მიიყვან აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე, აი ყარაბაღის სამხრეთს და რაც თავარია თურქეთმა დაიწყო ყარსიდან ნახიჭევანამდე სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ეს პროექტი განხორციელდება. როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ ვაშინგტონში რომ მემორანდუმი გააფორმეს ალიევი ფაშინიანის შარშან იყო, ხო, ზაფხულში, იქ არის ჩანაწერი, რომ არათუ მხოლოდ სავაჭრო სატრანზიტო მარშრუტების გაკეთება შესაძლებელი არამედ ენერგომაგისტრალების გაკეთებაც, ანუ გაზისა და ნავთობის მილების შეიძლება ჩაიდოს. ეს შეიძლება უფრო ყველაზე რეალური იყოს განვიხილოთ, მაგრამ რაც შეეხება ხა თვითონ ამ მარშრუტის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის გამოყენება, კი რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა მოცულობები ვერ იქნება იმ მასშტაბის. ეს მაინტერესებდა, გამტარუნარიანობა როგორია. იცით რატომ? ეხლა უკვე წარმოიდგინეთ, კაი, გაიარა ამ ზანგეზურზე და ჩავიდა თურქეთში ეს ტვირთი. თურქეთში სად უნდა ჩავიდეს? უნდა ჩავიდეს ყარსში, სარკინიგზო მონაკვეთი. ნუ ყარსიდან არის სარკინიგზა, თუმცა საკმაოდ ასე ვთქვათ, შორია დასავლური თურქული პორტებისგან და შეიძლება რაღაცა არც იყოს მომგებიანი. ანუ უახლესი დაждდეს ხო ტრანსპორტირება. ძვირი დაждდეს ერთი და მეორე მოცულობები ვერ გაზდი, იმიტომ რომ ხა ერთი ლიანდაგია და რამდენი ხა მატარებელი შეიძლება გაატარო, ხო? თუმცა აკვე ვიტყო თუ შეიძლება. ჩვენი რკინიგზაც ერთ ლიანდაგიანია და კი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პორტების უპირატესობა, ანუ მსხვილ სატრანსპორტო გადაზიდვებს ჭირდება პორტები, იმიტომ რომ გემს გაცილებით მეტრი გადააქვს, ვიდრე ხა მატარებლებით ვაგონების ეშელონებს, ხო? ამიტომ იმის განხილვა, რომ რაღაცა ზანგეზურის დერეფანი იქნება რაღაცა საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი, ნაკლებად გონია, უბრალოდ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს თავად აზერბაიჯანულ თურქული ვაჭრობისთვის, შეიძლება ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან თურქეთის. აი, დიდი თურანის იდეისთვის არის, ანუ არა, უბრალოდ რაღაც ეკონომიკური აქტივობის გაზრდისთვის აი ამ თურქულ არეალში. თუმცა თვითონ ამერიკული ჩანაფიქრი საერთოდ არ არის აქ რაღაცა სავაჭრო ეკონომიკური აქტივობის გაზრდა. ეს უფრო აქ არის უსაფრთხოების საკითხები და ეს თრიფი შეიძლება მოიაზრებოდა აი ირანთან დაპირისპირების სცენარში, რომ თუ ეს ამ ომში დამარცხდებოდა ირანი, რაღაცა შეიძლება თურქეთს შეპირდნენ კიდევაც ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიებს, აზერბაიჯანულ ტერიტორიებს და რაღაცა რაღაცა ავანსივით შეიძლება გასცა შეერთებულმა შტატებმა თურქეთისთვის, რომ აი მე რაღაც მოძრაობას ვაკეთებ აქ, თორე ხა მე რთულად წარმომიდგენია რაღაც ამერიკული კომპანია ან რაღაც ჩანაწერი არის მემორანდუმში, რომ ამერიკული კერძო საკონტრაქტო ეს ხა წარმოიდგინეთ ირანის საზღვარზე კერძო ამერიკული კერძო სამხედროები დგან. ირანმა თქვა სასაფლაო გახდება მათი. თან იმ საზღვარზე, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია მისთვის, ხა სომხეთ ირანის საზღვარი მაინც ესეთი ანუ ეს ყველაზე დაცულ საზღვრად მოიაზრებოდა ირანისთვის და ხა იქაც თუ ახლა ამერიკელები დადგნენ, ხო, ანუ ეს სცენარები რაც შეიძლება იყო აქამდე აი ამ ტრიფის გარშემო, ჩემი აზრით ამ მომენტისთვის ჩაშლილი ამ მომენტისთვის გულისხმობ იმას, რომ ირანმა თუ შეინარჩუნა საკუთარი რაობა და თუ ეხა ომი გაგრძელდა და ისე არ წავიდა საქმე როგორც ირანს სურს, კი ბატონო, მე შეიძლება ეს პროექტები ჩაეშვას, გააქტიურდეს. დიახ.
თუ რა შეიძლება შეიძლება მოიმოქმედოს ირანმა თუ რამე აი რა შეიძლება მოიმოქმედოს ირანმა ჩვენ გვახსოვს რომ ირანი ადრეც იმუქრებოდა მაგრამ მემორანდუმი მოეწერა ხელი ის იმუქრება მისი მუქარა შეიძლება იყოს რეალური და საერთოდაც მხარეებს დაინტერესებულებს რომ სამხრეთ კავკასია თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური ხეირისთვის გამოიყენონ ამ ეტაპზე აწყობთ ანუ მათთვის ხელსაყრელი არეულობა და შეიძლება სომხეთმა შეასრულოს ეს როლი კონკრეტულად აი თქვენ კითხოს რო უპასუხო უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სწორი იყო ნახსენები კერძო კომპანია იყო ნახსენები არა თქვათ რამე სამხედრო ან რაღაცა იმიტომ რომ ვაგნერის ტიპის რა სავაჭრო გზები რას ნიშნავს ხო სავაჭრო გზები ნიშნავს რომ არის ხელსაყრელი კომპანიებისთვის და სახელმწიფოებისთვის როგორც უსაფრთხო კორიდორი, ხო? ხა თუ ამ კორიდორზე რაღაცა ამერიკული კერძო კომპანიებისა და ირანის რაღაცა თუნდაც ძირითადი არმიის არა რაღაცა ტიპის სამხედრო დაჯგუფებების ქრონიკული ცეცხლის სროლა, რომლის გამოც არც ამერიკული ხომალდები მოვლენა ამერიკული კერძო კომპანიის დასაცავად, არც ირანის ჯარი გამოდის პირდაპირ, ხო, არავისთვის ხელსაყრელი არ ხდება, ხო? ამიტომ მე უფრო მგონია რომ რაღაცა სიმბოლურ რაღაცასთან მქონდა საქმე, ამიტომაც აი რასაც წერამობდი, ამიტომაც სიმბოლური მემორანდუმზე ხო, ამიტომაც ვამბობ რომ ამიტომ გააქტიურდა ევროკავშირის როლი, იმიტომ რომ ევროკავშირი ცდილობს რომ სომხეთი იყოს აქ მაგონტროლებელი და მას კონდეს სომხეთზე კავშირი. წინვალით მოყვა შოთამ ყველაფერი ამ სავაჭრო ტელეფონზე დაკავშირებით. ერთ რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცას დავამატებ და იმედი მაქვს რომ რაც გადაცემის კარგი ბოლოსკენ ყოველთვის რაც მე შემიძლია თქვა თუ შეჯამება არა რომ ამ კარგი ის გამოვა რა. აფხაზეთის საკითხი იყო ნახსენები ირანი რუსეთის კონტექსტში სარკინიგზო თუ ნებისმიერი სხვა კავშირების მიმართულებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რა იცი რაც ძალიან ცოტა ადამიანს ესმის საქართველოში განსაკუთრებით აი ამერიკის რაღაცა ფეტიშით მოცულ ხალხს, ამ აშშ-ის ფეტიშით მოცულ ხალხს. საქართველოს ჩვენთვის ახლა რამდენი სამნავი ლაპარაკობთ სავაჭრო გზებზე, დერეფნებზე, პორტებზე და ასე შემდეგ, ხო? საქართველოს სახელმწიფო არის კოჭელი, ხეიბარის სახელმწიფო, აი ამ უკაცრავად ჩრდილოეთ ქართლისა და აფხაზეთის გარეთ. ზუსტად ხო, აი რაღაცა განუვითარებლობის იმაში ვართ. იდეურად, პოლიტიკურად ასე შემდეგ, ხო? და აი სწორედ იყო ნახსენები, რომ ირანი-რუსეთის კონტექსტი, რომ ყველა გონია საერთოდ ვინმეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდება ჩვენი რეგიონიდან შორს მყოფი, რომლებსაც არანაირი დიდი ეკონომიკური სატრანზიტო რაღაცა ბუნებრივი ინტერესები არ აქვს ამ რეგიონში, ხო? აი მაგალითად ეხა ვიცით ხო ძალიან ყველამ კარგად რომ კი ირანი ძალიან ბევრ რაღაცაში არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ასევე რუსეთი არის ძალიან ბევრ საკითხში დამოკიდებული ირანზე, ხო? აი ვინმეს დაუყენებია საერთოდ საქართველოს პოლიტიკაში საკითხი, რომ შემთხვევით ირანის რესურსი ხო არ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად რუსეთთან სალაპარაკოდ აფხაზეთის საკითხზე. და ისევ დარბიან ამ ევროსაბჭოს რეზოლუციებით და EUTOS პაქტებით და რაღაცებით, რომელიც საერთოდ აღარ აინტერესებს რუსეთს. რუსეთს უნდა ილაპარაკო, თუ დაილაპარაკები, უნდა დაილაპარაკო იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებსაც ბუნებრივი ინტერესები ან მართლა რეალური ზეწოლის მექანიზმები აქვს რუსეთზე. როგორც არის ჩინეთი მაგალითად, ირანი. და თქვა და ეს საერთო ინტერესები ხო რაც რომელიც მათი საერთო ინტერესის სატრანზიტო პოტენციალი გადის საქართველოს ხო ეკონომიკური ინტერესი ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური ამოცანა ვერანაირი რკინიგზა თუ ავტობანი თუ რაღაცა ირანს რუსეთთან ვერ დააკავშირებს საქართველოს რომ ესე ხალხურად რო თქვა ფეხები გააჭაჭანოს რომ ჩემი ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ეს არ მოხდება არაფერს არც ერთ ვერსიას არ მოვაწერ ხელს ხო ხო ბუნებრივია და უბრალოდ აქ მინდა იმის თქმა რომ ჩვენს რეგიონში ჩვენ ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა გავააქტიუროთ რეგიონალური ინტერესები და რეგიონალური მოთამაშეები. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურებამ რომ ვაშინგტონი დამილაგებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აქამდე მიგვიყვანა და იმით სიხარულმა და ბედნიერებამ რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები. თან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს გინდა თუმცა ესეც კარგია. გინდა აფხაზეთის გინდა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა, გინდა ცხინვალის რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოხდა ბორის ელცინის პერიოდში. დროს აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებადი
რუსეთის პრეზიდენტის დროს. ანუ ყველაზე მსოფლიოში, ანუ მინიმუმ კითხვა ხოლმე გაგიჩნდეს, რომ ანუ ბორის ელცინი, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატებზე. ყაზბეგის შეთანხმება არსებობდა მანამდე, ხო? ფინანსურად კი, ფინანსურად, ეკონომიკურად, საერთოდ ბევრი დოკუმენტების მიხედვით საერთოდ აი კიდევ აგენტი ხო არ იყო საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების, ხო? მაშინ არ უმოქმედი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს საკეთილდღეო ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. და დღეს პუტინის რუსეთი, რომელსაც ელცინისგან და განსხვავებით ბევრად უფრო მაღალი პროცენტი აქვს სუვერენიტეტის ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ის რაღაცნაირად მოახდენს ხო იმაზე გავლენას. ამიტომ აი ეს რკინიგზა და ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული ამ კუთხით და მაყურებელმა მსმენელმა და საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა გაანალიზოს ის რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს საკითხში რეგიონალურ მოთამაშეებს, რომლებსაც გააჩნიათ ბუნებრივი სატრანზიტო თუ ეკონომიკური ინტერესები საქართველოზე. ირანის ინტერესზე ილაპარაკა არჩიბალდმა, რომ ირანის ფაქტორის გამოყენება შეიძლება ძალიან ეფექტიანადაც, ხო, ფაქტორის გამოყენებაც შეიძლება საკმაოდ, არა, გამოყენება საკმაოდ ეფექტიანადაც, იმიტომ რომ მისი ინტერესი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასე რომ ვთქვათ, ხო? უხეშად და პირდაპირ. მოდი ჩვენ ვისაუბროთ შოთა მეორე მოთამაშეზე, რეგიონულზე, თურქეთზე. თურქეთის ინტერესი თუ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამუშავება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, მაგრამ თურქეთში გამოცხადდა ტენდერი სამსუნის სარფის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე. ნახავდით თუ არ ნახავდით. ეს იქნება რაღაც საუკუნის პროექტი თურქეთისთვის შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შავიზღვისპირეთში რკინიგზა არ აქვს თურქეთს, ძირითადად აი ჩვენ რო დავდივართ ხა ავტობუსით სტამბოლში, ძირითადად საავტომობილო მაგისტრალია. თუ ეს პროექტი თურქეთმა განახორციელა და თურქებს უყვართ სწრაფად გკეთება ესეთი მსგავსი ინფრასტრუქტურის ქალაქებს აშენებს იქით ვალეს არა მარტო ქალაქებს აი თქვენ აღმოსავლეთ თურქეთში სადაც მოსახლეობა ძალიან ბევრი არ არის ისეთი მაგისტრალებია მე მგონი ჩვენ არ გვაქვს იმიტომ ტენდერის კი არ აცხადებს საქართველოს მთავრობასავით არამედ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიები აქვს რომელსაც პირდაპირ დირექტივა მისდის ეს უნდა ააშენოთ ვითღირებულება ესა ტენდერი ქვეტენდერი კიდე იმის ტენდერი თან მე მოგებული ტენდერი არ კეთდება ხო ანუ თუ ჩვენ ამ პერსპექტივას რეალურად დავისახავთ რომ თურქეთმა გააკეთა რკინიგზა ამ მიმართულებაზე მაშინ ანუ დღის წესრიგში დგება ეს რომ ანუ რაღა დარჩა ანუ თურქეთს რუსეთამდე ხო ანუ ბათუმი შემდგომ აფხაზეთი და უკვე შედის რაღაც იქით მთლიანად რუსეთის შავიზღვისპირეთში ანუ მაშინ ანუ პოლიტიკურადაც კი მონგებიანია რა თურქეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურად თან ესეც არ დაგვავიწყდეს რომ თურქებს აქვთ აფხაზებთან რაღაცა ეთნოკულტურული კავშირები თურქების ინტერესში არ არის ხო არ ღვევენ და თურქეთის გემები ძალიან ხშირად არ ღვევენ აი ამ ოკუპაციის თემა რა თქმა უნდა რომ თურქეთის ინტერესში მაინც იქნება რომ აფხაზეთი არ იყოს რუსული გავლენის სივრცე და ისე მაინც საქართველოს ასე შეიძლება ასე სურდეს ამიტომ ყოველთვის ოდესაც დგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თურქეთი ყოველთვის ამაში ჩვენი მხარდამჭერია და ის არ უნდა გვაუწყდეს რომ თურქეთი თითქმის ორჯერ როდესაც გამოვაცხადეთ ამ მოგიდებლობა მე მგონი ორივეჯერ პირველი სახელმწიფო იყო რომელმაც აღიარა ჩვენი ნუ ეს არა იმიტომ რომ რაღაც მეგობრული ჟესტი იყო არამედ ეს რუსეთთან წინააღმდეგობის მას ჭირდებოდა ბუფერი რუსეთს დიდი პოლიტიკა ხო ეს წინააღმდეგობა და რაც შეეხება ირანი და ჩინეთი არის მე თუ მკითხავთ წამყვანი ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით რომლებიც აი ტერიტორიული მთლიანობის პრიმატს საკმაოდ აქტიურად უჭერენ მხარს. ნუ ჩინეთი გასაგებია საკუთარი ტაივანის პრობლემის თემით და ნუ ირანი იმით რომ აქვს ეს სეპარატისტული გამოწვევები. და ესეც თურქეთთან ერთად ირანი საკმაოდ აქტიური ჩვენი მხარდამჭერია და ნუ აი ამას დავამატოთ ისეც რომ ირანს აქვს ეს ინტერესები აფხაზეთის რკინიგზაზე, არა მარტო აფხაზეთის, ნუ საავტომობილო გზაზე. მას სურს აზერბაიჯანის ალტერნატივა ქონდეს სომხეთის სახით. და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ოდესაც ჩვენ საუბრობთ 3+3 ფორმატზე ეს ფორმატი თავის დროზე ირანმა დააყენა დღის წესრიგში 90-იან წლებში მე მგონი ეს იყო
ხათამი პრეზიდენტი 90-იანების ბოლოს და ირანის სურვილი იყო რა რომ კავკასია გაენეიტრალებინა როგორც საფრთხის წარმოქმნელი სივრცე და ამ 3+3 ფორმატის შინაარსი ის არის რომ კავკასიაში არ უნდა იყოს კავკასიის მიღმა მყოფი გეოპოლიტიკური აქტორები და კავკასიის პოლიტიკა უნდა გადაწყვიტოს შიდა კავკასიურმა სამმა ქვეყანამ და მისმა რაღაცა მოსაზღვრეს დიდმა ხო დაახლოებით და ეს რომ ამოტივტივდა ხა ბევრს გონია რომ ეს რაღაც რუსული ინიციატივა უბრალოდ აი ამ გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებებმა ამოატივტივა ეს პროექტი იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანას არც რუსეთს არც ირანს და არც თურქეთს არ სურს ხა გარე აქტორები უწყვეტდნენ კავკასიაში რა ხდებოდეს ხო ამიტომ ეს სამშვიდობო ფორმატები თანამშრომლობის ფორმატები არსებობს ამის გამოყენება როგორც ახსენა არჩიბალმა შესაძლებელია თუ მithumet ახლა ეს თურქული დაინტერესებაც იქნება აი ამ რკინიგზის თუ ააშენებენ და ჩემი აზრით ააშენებენ ამ რკინიგზას გააკეთებენ მაშინ ხო ანუ ეს ამ საკითხების დაყენება შესაძლებელია თუმცა აქ დგება თვითონ ქართული დიპლომატიის საკითხი რაღაცა ქართული დიპლომატია ტყვეობაშია რაღაცა პროდასავლური ცნობიერების ანუ დასავლეთ აქეთ ანუ სიბნელეა თუ რა გამოწიე დუბაი ანუ რაღაცა ისეთ წარმოდგენა მაქვს რომ რაღაც სხვა სამყარო არ არსებობს გარდა დასავლეთის ну რაღაც ნიველირებას უკეთებენ და ეს დიპლომატია თლიანად კონცენტრირებულია ამ მიმართულებაზე. ну ახლა ბოლო წლებშია რომ რაღაცა ჩინეთთან ურთიერთობები და რაღაცა და რა ვიცი ყობახიძე რო ჩავიდა ირანში რატო ჩავიდა რაღაცა ეს რა ვიცი რას ვიღაცა ჩავიდა ანუ ეს რაზე მეტყოლებდა რომ ანუ იმდენად საერთაშორისო საგარეო პოლიტიკა იმდენად მიმართულია სამხარეს რომ სხვა ქვეყანაში რო ჩავიდა რატო ჩავიდა არის ცოტა და აი ეს ანეკდოტურად რო დასცინიან რა უნდა და თურქმენეთში რა უნდა და შუა აზიაში ეს ხო აი ეს წარმოუდგენელია ხო ანუ ეს დიპლომატიის ქართული დიპლომატიის როგორ გითხრა ავთენტიზაციის პროცესია დასაწყებში ჩვენ გავიაზროთ ჩვენი ქვეყანა სად არის რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო პრაქტიკული სარგებელი და არ რაღაცა იდეოლოგიური რაღაცა ცნობიერში არსებული რეალობა და ამაზე უნდა დაეფუძნოს დიპლომატია არ ვიცი ახლა გუშინ იყო გუშინ წინ განაცხადა კიდევაც დიპლომატიური აკადემიის შექმნის შესახებ არ ვიცი ხა ეს კონკრეტულად რას ემსახურება თვითონ ეს აკადემიის შექმნა მაგრამ ნუ სასურველი იქნება რომ მარტო ერთ განზომილებაში არ ისწავლებოდეს საერთაშორისო პოლიტიკა და რაც ახსენე იყოს რეალობაზე დაფუძნებული იმიტომ რომ ქვეყნება რომელმაც უარყვეს რეალობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნუ გულისხმობ უკრაინას და გულისხმობ სპასეთის ყურის მონარქიას რომელმაც ნუ ხედავთ რა ხდება ხა იქ ანუ რეალობა მაინც გასათვალისწინებელია და ამას პლუს რეალობაში გულისხმობ გეოგრაფიას ნუ რა თქმა უნდა და არა ეს არნიშნავს ახლა იმას რომ ვიღაცასთან ურთიერთობა ანუ ჩვენ საქართველოს არ აქვს ფუფუნება მიმესთან ურთიერთობა არ ქონდეს საქართველოს უნდა შეძლოს ყველასთან რაღაცა როგორ გითხრა მეგობრული ურთიერთობა თუმცა ამ ურთიერთობაში უნდა გამოკვეთოს საკუთარი ინტერესი და არა სხვის ინტერესის მიხედვით საგარეო პოლიტიკა აწარმოოს ხო ანუ ეს იგულისხმება ხო 3 წელი რა თქმა უნდა ნუ ეს აი შოთა საგარეო პოლიტიკის კვლევარია საგარეო კი საერთაშორისო ურთიერთობების ხო აი თავი რაც ახსენე ხო რომ აი ეს მარტო სამხარეს ყურებათ რაღაცა აი მარტივი სახელი რო დავარქვათ მათ შორის პოლიტიკური მეცნიერები ხო რა არის რომ საქართველოს რეალურად აი რეალობის უგულავად რეალურად არის გლობალური სამხრეთი რომლის პოლიტ-ეკონომიური ელიტა ხელისუფლებას და ოპოზიციას თავს იკატუნებს რომ არის გლობალური ჩრდილოეთის ნაწილი ხო არჩიბალდ იმიტომ რომ ეს მათ ეკონომიკური ინტერესში შედის, იმიტომ რომ თუ შენ დიპლომატიის სკოლას შექმნი გლობალურ სამხრეთზე დაფუძნებით, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკის სამინისტროს გლობალური სამხრეთის და ეროვნული ბანკის გლობალური სამხრეთის ლოგიკაზე უნდა გადაიყვანო და შესაბამის რეფორმების და ამას შენ ყავს მთავრობა, რომელსაც მას და მის ბიზნეს ელიტას სრულიად აწყობს ეს დასავლური პრივატიზაცია, დერეგულაცია, მოთხოვნები მის ინტერესში შედის და დიპლომატიას თუ გლობალური სამხრეთის რელსზე გადაიყვან, ნიშნავს რომ მაშინ ეკონომიკური პოლიტიკაც მაგაზე უნდა გადაიყვანო დეკოლონიზაციაზე, მაგრამ შეგახსენებთ რომ საქართველოს გაერომ ცოტა ხნის წინ მიიღო უპრეცედენტო რეზოლუცია, სადაც ტრანსატლანტიკური მონობის ინდუსტრია დაიგმო და იგივე რეზოლუციაში დაგმობილია თანამედროვე ნეოკოლონიალიზმი საბანკო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
საქართველოს მიცით რა ქნა, საქართველოს თავი შეიკავა. წინააღმდეგ წავიდა მარტო ისრაელი, ამერიკა და არგენტინა. ჩვენ თავი შევიკავეთ, როგორც ევროკავშირის უმთავრესმა ქვეყნებმა. ჩვენ ვრჩებით ევროპული ღირებულებების ერთგული და თავი შევიკავეთ მის დაგმობისგან. ხო, ეს სხვადასხვა ეს აი საფრანგეთმა რო თავი შეიკავა, ჩემთვის გასაგებია რატო ის, იმიტომ რომ კაი გასაგებია რომ დღესაც თვითონ არიან ნეოკოლონიალიზმის განხორციელებელი. მაგრამ აი საქართველოს თვითონ რო არის პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, სოციალურადაც, თავად რო არის კოლონიზაციის მსხვერპლი, ეგ მართლა კომიკური იყო და წინვალით გამოსახავს იმას, რომ ანუ ეს დასავლური პოლიტიკური საგარეო ვექტორი არ არის მარტო რაღაცა გეოპოლიტიკა რა. არსებულ პოლიტიკურ ელიტას პირველ რიგში მთავრობას ეს დასავლური ვექტორი მას პირადად ეკონომიკურად აწყობს. იმიტომ რომ გლობალური სამხრეთის ჩარჩოში გადასვლა საგარეო პოლიტიკის ნიშნავს რომ მაშინ ეკონომიკური რეფორმების უნდა გაიტანო ამ რეალობაში. რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ჩვენ რეგიონში მეზობელი რუსეთი. აი თქვენ კითხავთ მაშინ რუსეთისთვის რომელმაც აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და არა მხოლოდ აღიარებულია ისინი, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანასაც, ხო? აღიარებინა ჰამასისა და ჰეზბოლა მიესალმნენ, მე მახსოვს, მაშინ აფხაზეთისა და ცხინვალის. არა, ჰამასის რამდენიმე წარმომადგენელი. ხო, კაი, კი ბატონო. არა, ოფიციალურად არა. ასე იყოს. კი ბატონო, იყოს ჰამასის რამდენიმე წარმომადგენელი. ჩემთვის რაღაც მე დავსვამ პალესტინას არ უღიარებია. არა, პალესტინას არა, კი ბატონო, ჰამას თვითონ ორგანიზაცია მიესალმა. მისი ორი წარმომადგენელი მხოლოდ. ხო, მე რაღაც ცოტა სხვანაირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მივიდავებთ ამაზე, იმიტომ რომ მე სხვადასხვა წყაროებში მაქვს ეს დაზუსტებული. კი ბატონო, იყოს რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ მე ვიცი რომ ჰამასი მიესალმა ამას, იმიტომ სახელმწიფო არ და ვერ აღიარებდა. რუსეთისთვის აი რო განვიხილოთ, დიდად ბევრი დრო არ დაგჭა, მაგრამ მე მგონი მოვასწრებთ მაინც. რო განვიხილოთ ხელსაყრელობა აი ამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის და არახელსაყრელობა. მისთვის არის ახლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აწყობს, მას აძლევს ხელს ის, რომ არ იყოს საქართველოს დეზინტეგრირებული და იყოს ერთიანი. თუ მისთვის ეს ხელსაყრელია. ძალიან კომპლექსური საკითხია და ამიტომ შევეცდები რომ რაღაცა მოკლედ იმასთან თან რაღაც ბმაში რო იყოს იმასთან რაც აქამდე თქვით, რომ ძალიან ღრმად შეგვიყვანს რაღაც. ესე იგი, იყო დრო, როცა რუსეთისთვის ეს იყო ძალიან ხელსაყრელი საქართველოს სახელმწიფოების დეზინტეგრაცია, იმიტომ რომ რუსეთი საკუთარი არსით და საგარეო პოლიტიკური გამოწვევებითაც დასავლეთ ევროპისა და ნატოს მიმართულებით ძირითადად ის მიდრეკილია, რომ შექმნას ბუფერული ზონები მის გარშემო. და ბუფერული ზონების საკუთარ თავში მოიცავს იმას, რომ უნდა იყოს ან სრულად კონტროლირებადი ტერიტორია, ან დეზინტეგრირებული ტერიტორიები, რომელთა რაღაცა ძალად წარმოქმნა ვერ განხორციელდება მის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ რასაც ახლა ვლაპარაკობდი, აი იმას მინდა მივაბარა, რომ აი ეს დიპლომატიის კრახიო რა. დიპლომატიის კრახი მარტო ის კი არ არის, რომ თქვა რუსეთთან მიმართებით ვერ აწარმოებს ადეკვატურ პოლიტიკას. იმიტომ რომ ეს დასავლური რესურსი დიპლომატიაში რუსეთთან მიმართებაში რაც შეიძლება საქართველოს გამოიყენოს, ეს არის სრულიად ამოწურული დიპლომატიურ რესურსს, რასაც ვლაპარაკობთ. ეკონომიკური რესურსი დასავლეთს არასდროს საქართველოს გამო არ გამოუყენებია რუსეთის წინააღმდეგ, ეს მოხდა უკრაინის გამო, მხოლოდ ანუ სანქციები და როდის დაუდია ხა სანქციები დასავლეთს ჩვენ ხო ეს გვეიმედებოდა რომ აი დასავლეთს ორი მისტრალი შეკვეთა მიიღო აფხაზეთის 2008 წლის ომის შემდეგ საფრანგეთმა რუსეთისგან და დაუმზადა. კი, არასდროს ჩვენ პირიქით სამხედრო ემბარგო დაგვადეს, ხო? ეს არასდროს დასავლეთს არ გამოუყენებია. ახლა კიდე ისეთი მდგომარეობაა, რომ თავად ისე მოიჭერა დასავლეთმა ეს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, რომ ფიზიკურად ბუნებაში ლოგიკა აღარ დარჩა რამე ბერკეტი, რის იმედით შეიძლება გქონდეს, რომ ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ევროკავშირის მიმართო, რომ აი ამ ცარიელის სიტყვის მაგივრად იმოქმედე, ხო? ან იმოქმედა უკვე უკრაინის გამო ჩაიხარჯა ყველა იარაღი, ხო? აი სამხრეთ გლობალურ სამხრეთზე რო ვლაპარაკობდით, ხო? რუსეთი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანუ ჩვენ კიდე ერთი რაც გვაკლია რა, რომ რუსეთს არ ვსწავლობთ რა. აი მაგალითად საქართველოში არ არის ეგრეთ წოდებული ეს think tank-ები, ანუ think tank როგორ არის შოთა ქართულად, აი ეს ანალიტიკური კვლევითი ცენტრები, რომლებიც სწავლობს მაგალითად რუსეთის შიდა პოლიტიკას, რუსეთის საგარეო პოლიტიკას, იმას რომ მე შესაბამისად იმას გქნა, ხო? მაგალითად რუსეთი ლათინო ამერიკულ ქვეყნებში
აფრიკულ ქვეყნებში, ну, არა მარტო ბრიქსის სამიწერა ბერგან, სოფლიოში, ანუ გლობალურ სამხრეთში ცდილობს პოზიციონირებას როგორც განმანთავისუფლებელი, როგორც დამხმარე ძალა დასავლურ კოლონიალიზმთან საბრძოლოდ. ეს ვლინდება რიტორიკაშიც, ეკონომიკაშიც, სამხედრო მხარდაჭერაში და ასე შემდეგ. მაგალითად, ქართული დიპლომატიის სკოლა დღეს რუსეთთან ევროსაბჭოს რეზოლუციებს კი არ უნდა იყენებდეს, საიდანაც გარიცხეს რუსეთი და საერთოდ ფეხებზე კიდია ევროსაბჭოს მაგა ბოჭორიშვილი რო იყო, ესე რა გასაგებად, პირველ რიგში უნდა დადიოდე იოჰანესბურგში, ბრაზილიაში, აი ესეთ ქვეყნებში და ყველა შეხვედრაზე იქ ხვდებოდე ლავროვს და იქ ეუნებოდე რომ საიდან აბა ხა ეს დეკოლონიზაციაზე და რაღაცებზე განმანთავისუფლებაზე რო ლაპარაკობთ აქ და მაგალითად მედვედევი გამოვიდა ცოტა ხნის წინ და ინიციატივით გამოვიდა რომ შეიქმნასო საერთაშორისო სამართლებრივი სისტემაო, რომელიცო ყოფილ კოლონიზატორებს აიძულებსო რომ დახმარება ჩაურიცხონო ყოფილ კოლონიებსო, გულისხმობდა აფრიკულ ქვეყნებს და იმებს, ხო? მე ხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობს, აი იმ სამიტებზე უნდა იჯდეს მაკა ბოჭორიშვილი და იქვე უნდა ითხოვდეს სიტყვას, რომ უკაცრავად და აქეთ მე ეგ ამბავი საქართველოზე როგორ არის უკაცრავად ბატონო დიმიტრი. ხო, აი ამ გლობალური სამხრეთის კონტექსტს არ ვიყენებთ საერთოდ დიპლომატიაში. მე მგონია რომ ძალიან გამოსაყენებელია, როგორც ახლა სავაჭრო გზებზე და იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ეს გამოსაყენებელია ასევე რიტორიკის დონეზე საქართველოს ჩაყენება გლობალურ სამხრეთის პირობებში არა მარტო თქვა დასავლური კაპიტალის აწყვეტილობისგან დაგვიცავს და რაღაცა გვაიძულებს რომ რაღაც ტიპის რეფორმები გავატაროთ, გინდა საბანკო სექტორში, გინდა შრომით ბაზარზე ასე შემდეგ, არამედ რუსეთთან მიმართებისად ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ჩაგვაყენებს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რეალურად რუსეთს ველაპარაკებით ან თუ არ ველაპარაკებით, ან უბრალოდ მოვიხსენიებთ, აი ეს რაღაცა თავის მოტყუების რეჟიმში გამარჯობა, მე ვარ ნატო, ევროკავშირის მაგარი მეგობარი კავკასიაში და ეხა შენ მე ამისრულე ყველა ოცნება რაც მე მინდა. ხო რეალურად ეს არის. კი ბატონო, ეს თქვენი აზრით მოვისმინოთ და სამწუხაროდ და კი გვაქვს 1-2 წუთი, უნდა და ამიტომ საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ჩვენ უნდა ანუ ახსენე კიდევ საერთოდ უნდა რუსეთს არ ვწოვოთ. რუსული პერსპექტივა უნდა დავინახოთ ზოგადად რა არის ჩვენს მიმართ. დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება ჩემი აზრით მარტო გადის ერთ განზომილებაზე, ეს არის უსაფრთხოების საკითხი. სხვა მიმართულებებს თუ განვიხილოთ, ეხლა ქვეყანას ვაჭრობს ჩვენთან შემოაქვს საქონელი, ადამიანები მოდიან, რაღაც ახლა კულტურული ღონისძიებები არ არის, მაგრამ რუსეთში ტარდება ქართული რაღაცა ღონისძიებები. ანუ სხვა დანარჩენ ფორმატში ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. ანუ რუსეთი არის იმპერია, ის არის დიდი სახელმწიფო, ის არის ჭრელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ტერიტორიული მოწყვლადობა და რომელზედაც მას ემუქრებიან გამუდმებით. რაც არსებობს რუსეთი, მას ემუქრებიან მის ტერიტორიული მოწყვლადობით, დაწყებული ნაპოლეონიდან დამთავრებული აგერ დღემდე უკრაინით. და თუ გახსოვთ, ომი რო დაიწყო, რამდენიმე თვეში ჰელსინკიში ჩატარდა კონფერენცია რუსეთში შემავალი ხალხები და როგორ დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის მოსავალს. ახლა, როდესაც გაცხადებულად ესე არის, ქვეყანას აქვს რაღაცა რეაქცია ამაზე, რომ მე უნდა დავიცოთ. ხო, ჯერ ტერიტორიული ეს მოწყვლადობა, ასე ვთქვათ, გავხადო მყარი. რომელია ყველაზე ტერიტორიულად მოწყვლადი სივრცე? არის ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასია, იმიტომ რომ დასავლეთის მოსაზღვრე ტერიტორიები ძირითადად იქ რუსები ცხოვრობენ. ნუ ახლა მოწყვლადი არის ახლა ურალს იქით, მაგრამ იქ არ ემუქრება საფრთხე ჯერჯერობით ამ შემთხვევაში. ხო და დღეს როგორც დავიწყე საუბარი, ეს არის უსაფრთხოების საკითხზე გადის ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა, მას სურს გარანტიები, რომ კავკასიიდან მას არ იქნება საფრთხე. თუ ეხა საქართველოს რაღაც კურსზე იქნება, რომ აქ ადრე თუ გვიან ამერიკული სამხედრო ბაზები უნდა დადგნენ და აქ რაღაცა ასე დასავლური რაღაცა სივრცე უნდა იყოს, რომელიც მოტივია, რომ ჩრდილო კავკასიამ გამოაცხადოს. ზოგადად ჩეჩნეთის პროექტიც თავის დროზე ეს იყო. ეს არავის ეგონოს, რომ რაღაც კი რა თქმა უნდა ჩეჩნური რაღაც ნაციონალიზმი ალბათ არსებობდა, მაგრამ ეს იყო, ნუ ამერიკელები ამას ხელს უწყობდნენ. მაგალითად თვითონ ჯეფრი საქსი ამბობს ხოლმე, რომ
როდესაც მიდიოდა ტერორისტთა ბრძოლა 2000-იანებში ამერიკის მხრიდან, იქ დავაყენეო საკითხი, რომ აი ჩეჩნეთშიც არის ეს ტერორიზმი ვაჰაბიტური ის არისო და არა, მაგ საკითხს შეეშვით ის ჩვენ სასარგებლოდ მუშაობთ. ის კარგი ვაჰაბიზმი. ის კარგი ვაჰაბიზმი ხო და ამიტომ ეს როდესაც არ თან თქვენ თუ გახსოვთ როდის მოხდა რეალურად ცვლილება ხელისუფლების რუსეთში ელცინის პუტინის ჩანაცვლების ეს ხო რეალურად ეგრეთ წოდებულმა სილოვიკებმა განახორციელეს ეს პროექტი. მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ ნახეთ იუგოსლავიის პროცესები, როდესაც რეალურად დაშალეს სახელმწიფო ეთნიკური ნიშნით. დაახლოებით ეს რუსებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ იგივე პროექტი განხორციელდებოდა რუსეთზე და იმიტომ მოხდა, რომ ეს ელცინი რო დარჩენილიყო რუსეთში მოხდებოდა სავარაუდოდ ის რაც მოხდა იუგოსლავიაში. ამიტომ რეალურად მოხდა მაშინ ეს ცვლილება. ამიტომ არის ეს, რომ ჩვენ კავკასიიდან ჭირდება მას უსაფრთხოების გარანტიები. ეხლა ეს უსაფრთხოების გარანტიები რა იქნება, აი ამაზეა სასაუბრო. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, არ ვართ მზად, რაღაცა თქვა თუ არის ამ რაღაცა ნატოში გაწევრიანებაზე, ან რაღაცა ამერიკული რაღაცა აღლუმების ჩატარებაზე აქ, ამაზეა საკითხი და რა გარანტიებს მივცემთ. თუ ეს გარანტიები არ იქნება, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია ეხლა რომ იგივე სამხედრო ბაზები გაიყვანონ იგივე სამაჩაბლოდან და აფხაზეთთან სამწუხაროდ. ხო, არ ვიცი ხა საკმაოდ დინამიური გეოპოლიტიკურ პროცესში ვართ ეს ტრანზიტული დრო პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, სადღაც ალბათ 15-20 წელიწადი და ღმერთმა კანასრում მშვიდობიანად დასრულდება და რაღაც არ გადაიზრდება დიდ რაღაც გლობალურ კონფლიქტში. აი მე იქნება აი მაშინ უნდა დავხვდეთ როგორც ვახსენე ქართული დიპლომატია უნდა დახდეს აი ამ პროცესს მომზადებული, იმიტომ რომ ახლა ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხს შეხება და და ის რაც არის დღეს რაღაცა მიყრუება ამ საკითხის ვითომ აი რაც ახსენე კოჭლის სახელმწიფო არის და ვითომ არ ვართ კოჭლი ასე თავის წარმოდგენა ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცი. ერთიანებას დავამატებ ბელარუსიამ თავი დააღწია ინდუსტრიების შეინარჩუნაო და ის ხო ნახსენები ეკონომიკურ კონტექსტში ხო უსაფრთხოების კონტექსტში რო თქვა. ესე იგი რუსეთმა ელცინის დროსაც კი საკუთარ თავს მოუწყო შოკური თერაპია და ექსტრემალური ნეოლიბერალიზმი და სწორედ რასაც შეგალაპარაკობდა ახლა რომ უსაფრთხოების გარანტიები რადგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო ბელარუსიდან ბელარუს-რუსული რესურსებით მისცა შესაძლებლობა რომ მას არ ჩაეტარებინა ნეოლიბერალური შოკური თერაპია. პარადოქსი ხო არის თვითონ ჩაიტარეს კოშმარი და ბელარუსს მხარს უჭერდნენ რომ შენ არ გააკეთო ეგ პრივატიზაცია და ის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უცებ გავიდა დრო, თუმცა კი მქონდა საათი და 35 წუთი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. მე თქვენ გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს რა თქმა უნდა ამავე ფორმატში მომავალ კვირას, ისე კი მომავალ ხუთშაბათს 90-10 წუთზე ნახვამდის კარგ კვირადღეს გისურვებთ. პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ანალიტიკა, საექსპერტო აზრი, უცხოეთის სიახლეები.